გამარჯობა ისევ. პირველ რიგში სათავესაც შეეხება ცოტა ესეთი ხმაურიანი გამოვიდა. აპროტესტებდნენ რომ რატომ რუსული ჩექმა, რატო არა ამერიკული ჩექმა, იმიტომ რომ ამერიკელებს ბათინკები აცვიათ და ჩექმები არ აცვიათ. რუსული ჩექმა პირდაპირ გადის რუსეთის ხასიათზე, რაც არა მარტო საქართველოს, ზოგადად მსოფლიოსთვის ამ ნაწილისთვის, სადაც რუსეთია ძალიან მკივნეული, ძალიან მკაცრი იყო. რუსეთის შესწავლას ძალიან პრობლემურია, ეს კარგად იცით და გამომდინარეობს იქიდან თუ რა ურთიერთობა ქონდა. იყო პერიოდი, როდესაც რუსეთის ისტორია, როგორც საკუთარი ქვეყნის, ასე შეისწავლებოდა, აღიქმებოდა. მაგალითად, კეთვით სარამ თემას დავიწყე პატარა შესავალი რომ გავაკეთო. გეორგიევსკის ტრაქტატი დაიდო 1793 წელს. 200 წლის შემდეგ 1993-ში, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირია, დიდი ზარზეიმით აღინიშნა, იმიტომ რომ აღიქმებოდა როგორც დედა რუსეთთან, რაღაცა ურთიერთობის გადამწყვეტი მომენტი. შემდეგ იმ მეცნიერების დიდი ნაწილი 90-იან წლებში გადმოვიდა, ეროვნულ ტალღას გადმოყვა, ვიღაცები არ გადმოყვნენ და უკვე აკრიტიკებდნენ აი ამ ტრაქტატს. პირადად ჩემი ლექტორი იყო, რომელიც გვარს და სახელს არ ვიტყვი, 2004-ში მიკითხავდა და თქვა რომ ეს უფრო დადებითი მოვლენა იყო ვიდრე უარყოფითი. თუმცა რამდენიმე წელი გავიდა და ტელევიზიით თქვა რომ ეს იყო საშინელი უარყოფითი ფაქტი, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი შეთანხმება, რაც კი დადებულა. აი ესე ძალიან სწრაფად ცვლიან თვალსა და ხელშუა ისტორიკოსები, თუმცა აქ ერთი მომენტია, რომ ისტორია არის ცოცხალი. ჩვენ ხო ვსწავლობთ წარსულია, დამთავრდა, მაგრამ ცოცხალია ჩვენთვის. ჩვენ როდესაც ისტორიას ვუყურებთ, ჩვენ ვიცვლებით და ისტორიაც ისე იცვლება ჩვენ შესაბამისად. ერთია უყურებ მოვლენას 20 წლის ასაკში, გარკვეული ცოდნით, არა მარტო ასაკი, ხო ცოდნაც შესაბამისად. შემდეგ 30, 40, 60 წლის ასაკში და ყოველთვის ან ახალს აღმოაჩენ, ან იცვლები და ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ვცვლით ისტორიას. შესაბამისად, სხვადასხვა დროს, სხვადასხვანაირად ვუყურებთ, მაგრამ გეორგიევსკის ტრაქტატი კიდევ სხვა მოვლენაა და ამაზეც ვისაუბრებთ თავის დროზე. ესე იგი, ჩვენი ისტორია იწყება ძალიან სკანდალური მოვლენით, რომელიც ჩვენი ზოგადად ძალიან ბევრი ასეთი ჩვენს ისტორიაში, მაგრამ განსაკუთრებით ესეთი ცნობილი ამბავი არის გიორგი რუსის ისტორია. ძალიან ბევრი ვეძებე გიორგი რუსის შესახებ, მისი გამოსახულება ერთადერთი მე-16 საუკუნის რუსული მანუსკრიპტი დაბალი ხარისხით იყო და დიდად არ ჩანს. ცხენით რომ მიდის წინ, ის უნდა იყოს გიორგი რუსი. მეორე საკითხია მე-16 საუკუნეში საიდან ეცოდინებოდათ, მაგრამ ასე თუ ისე რაღაცა მაინც გვაქვს მისი გამოსახულება და ვინ იყო გიორგი რუსი? ის არის ბოგოლუბსკი, გვარად რუსეთის ერთ-ერთი სამთავროს წარმომადგენელი. გიორგი ერქვა მას თავისი ნამდვილი სახელიც. იური მოგვიანებით ჩნდება, უკვე სხვადასხვა წყაროში მას პირადად ასე არ ეძახდნენ. საქართველოში რომ ჩამოვიდა, მით უმეტეს თავისთავად დაარქვეს გიორგი რუსი, იმიტომ რომ ბოგოლუბსკის გვარის წარმოთქმა ცოტა უცხო იყო, ცოტა კიდე ძალიან უცხო იყო ქართველებისთვის. დღეს კიდე ჩვენი ყური შეჩვეულია რუსულ სიტყვებს, გვარებს და ადვილად წარმოთქვამთ და მაშინდელი ქართველისთვის იყო ძალიან რთული და ვერც იმახსოვრებდნენ ამ გვარს და მარტივად გიორგი რუსი შეარქვეს და რამდენიმეჯერ ისტორიკოსები სკვითს ახსენებენ, სკვითურ ბუნებას, სკვითები, რომლებიც უძველესი მომთაბარე ხალხი იყო და თან გიორგი რუსის ხასიათთანაც რაღაცნაირად სკვითური ბუნება უფრო ახსენდებოდათ. გიორგი რუსი იყო ქალაქ სამთავრო ვლადიმირის მთავრის შვილი, ანდრიას ძე. მამამ დასვა ის ნოვგოროდში, რამდენიმე წელი მცირეწლოვანი გიორგი იქ მართავდა. შემდეგ მამამისი რომ გარდაიცვალა, ბიძამ გააძევა, როგორც ჩანს ხასიათითაც არ იყო იმ დროსვე კარგი და სათნო, გაიქცა ყივჩაღებთან. და აქედან ჩნდება ის ჩვენ ისტორიაში, ქრება რუსულ წყაროებში და შემოდის უკვე ჩვენ ისტორიოგრაფიაში, ქართულ და სომხურ ისტორიკოსებთან. გიორგი რუსი, იცით, იყო თამარის პირველი მეუღლე. ძალიან საინტერესო იყო ჯერ თვითონ თამარის გამეფება, მოკლედ რომ შევეხოთ ამ საკითხსაც.
შემდეგ გიორგი რუსის ჩამოყვანა, შემდეგ მისი გაძევება, მეორედ გაძევება ძალიან შემოგვეჩვია და პირველი რუსეთუმეები, ასე ხუმრობით ვიძახით, ძალიან ბევრმა ქართველმა დაუჭირა მხარი გიორგი რუსს, როცა ის თამარის წინააღმდეგ შემოიჭრა. ოღონდ ეს არ იყო რასაკვირველია, არანაირი რუსეთის განცდა, ის იყო უბრალოდ კანდიდატი, პრეტენდენტი, რომელიც ამ ადამიანებს მისაღები იყო, თორემ ბუნებრივია არ იცოდნენ და წარმოუდგენა არ ჰქონდათ რა იყო რუსი მაშინ. როგორ მოხდა ჩვენთან? თამარი გამეფდა 18 წლის, იცით რომ ის იყო გიორგი მესამის ქალიშვილი და მამამ აკურთხა თანამეფე როცა თანამოსახდე რომ გახდა 6 წლით ადრე დასვა ტახტზე. ეს იყო სრულიად საკმარისი იმისათვის რომ თამარი პირდაპირ მეფე გამხდარიყო, მაგრამ წარმოიდგინეთ შუა საუკუნეები კაც მეფეებსაც კი უჭირდათ ახლად გამეფებუნებს ქვეყნის მართვა, მით უმეტეს ქალი მეფე, რაც უცხო იყო მსოფლიოში, იშვიათი შემთხვევები გვაქვს მხოლოდ ამაზე მეგონი არაკორექტულობას არ დამწამებთ, ეპოქა იყო ასეთი და თან იგივე გიორგი მეორე რომ გამეფდა დავით აღმაშენებლის მამა, დიდგვაროვნები აუმხედრდნენ, იგივე დავითს უწევს. ყველა მეფეს უწევდა მოკლედ დიდგვაროვნებთან პირველი მეფობის რამდენიმე წელი შეტაკება. ზოგისთვის ცუდად ტარდებოდა მეფისთვის, ზოგჯერ ახერხებდნენ გამარჯვებას. თამარს პირველივე დღეს მოსთხოვეს ხელახლა კურთხევა. ხელახლა კურთხევა რასაკვირველია დამოკიდებული ცერემონიალია სრული, შემოდის პატრიარქი, შემოდის ამირსპასალარი, ხმალს არტყავს, შემოდიან ვეზირები, ერისთავები ულოცავენ, სხვადასხვა სამეფო ნიშნებით მას გადასცემენ და თამარს უთხრეს რომ თუ არ გადააყენებ უგვაროებს, უგვაროები ანუ დაბალი წარმოშობის ადამიანები, შენ ვერ გახდები მეფე, შენ თქვენს ეტყოდნენ სავარაუდოდ. თამარი არის 18 წლის ახალგაზრდა ქალი და უკან დაიხია. არადა გადააყენა ის ადამიანები, რომლებიც გიორგი მესამემ დააწინაურა და იყვნენ ყველაზე ერთგული ადამიანები თამარისთვის. მათი ერთადერთი დასაყრდენი იყო სამეფო ხელისუფლება, მაგალითად ამირსპასალარი ყუბასარი. ყუბასარი ესე იყო ყივჩაღი, ნაყივჩაღარი, როგორც წერს მემატიანე და თამარმა გადააყენა, თუმცა კარგი ის გააკეთა, რომ მხარგრძელები დააწინაურა და დასვა ზაქარია მხარგრძელი ამირსპასალარად. მხარგრძელები იყვნენ მეფის მომხრეები და ასე ვთქვათ დათმო პოზიციები, მაგრამ გარკვეული გამარჯვებაც მიიღო. ამის შემდეგ ძალიან მალე თამართან უკვე მივიდნენ მამიდა რუსუდანი, პატრიარქი, დიდგვაროვნები და მოსთხოვეს ქმარი. თამარი ძალიან შეწუხდა და თუმცა არგუმენტი რა იყო მთავარი რომ საჭიროა კაცი მეფე, მთავარსარდალი ჯარისთვის და მემკვიდრე, რომელიც აუცილებელია რომ სამეფომ შემდგომში იარსებოს და აბულასანი იყო ასეთი თბილისის ამირა, ქართველი რასაკვირველია, მაშინ ბევრი არაქართული სახელი, თუმცა არაქართული სახელი ყველას თითქმის არაქართული სახელი ჰქვია და ეს აბულასანი თბილისის ამირად ამირა და მან წამოჭრა ზუსტად რომ მე ვიცი ასეთი ბრწყინვალე გადასარევი ადამიანი, რომელიც არის მდიადი რუსეთიდან, ხო ეს საქართველოს რუკა. ესე იგი ორი ისტორიკოსი წერს თამარის შესახებ და ორივე გარეგნობაზე აქცენტი და შემდეგ ჩდება მისი სხვა შიდა მხარეები და ძალიან კარგად ახასიათებენ რომ გარეგნობითაც გამორჩეული დიდგვაროვანი და აბულასარმა თქვა რომ ჩამოვიყვანოთ ესა და ეს ადამიანი იური გიორგი ბოგოლუბსკი და იქნება ის თამარის ქმარი. როგორც ისტორიკოსები წერენ, ისტორიკოსები რასაკვირველია, თამარის კარის ისტორიკოსები არიან, მათი მიზანი რა არის? ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, კარგად წარმოაჩინონ მეფე. და ამიტომ თამარს პროტესტი აქვს ასეთი რომ ჩვენ არ ვიცნობთ, არ ვიცით მისი ხასიათი, ბუნება და რატომ ჩქარობთ. შეიძლება ეს თამარმა არ თქვა, შეიძლება სხვა დიდგვაროვნებმა თქვეს, მაგრამ გაგზავნეს ვინმე ზანქან ზორაბაბელი, ასეთი დიდვაჭარი და ჩამოაყვანინეს მომავალი მეფე. ჩამოიყვანა გიორგი რუსი, ესეთი გამოჩენილი, სახე კეკლუცი, ნუ კეკლუცი უნდა სხვანაირად იყო, მაშინ ანუ ძალიან სიმპათიური და გახდა თამარის ქმარი. ორნახევარი წელი იყვნენ თამარი და გიორგი რუსი ერთად და გამოიჩინა თავი ბრძოლებშიც, სომეხ ისტორიკოსთან ხედავთ რომ მან ქალაქი დვინი აიღო, ქართველი მემატიანე წერს რომ ილაშქრა კარის მიმართულებით, შირვანშაჰს შეხვდნენ თამარი და გიორგი რუსი ერთად და ის მოკლედ აქტიურად მონაწილეობს სამეფო საქმეებში. მაგრამ ჩნდება ძალიან ცნობილი მის ეს რაღაცა მხარე, გაუმართლებული ცხოვრება. თუ გახსოვთ ლაშა ბუღაძემ რომ დაწერა ძალიან ადრე 20 და რაღაცა წლის წინ და იქ ოღონდ აი ნახეთ როგორ წერს მემატიანე ესე იგი სოდომური ცოდვა ნიშნავს რომ ის იყო ჰომოსექსუალი, სიმთვრალე, საშინელი სიმთვრალე და
არ არის კონკრეტული და წარწყმედული და მეორე წელს რომ აღარ ჩამოთვლითო იმდენი ცოდვა აქვს რომ შორს აქვეყნოს ამის ლაპარაკიო და აქაც რასაკვირველი არ ვიცავ გიორგი რუსს, მაგრამ იცით თუ რამდენად ძნელი იყო განქორწინება. ანუ ჯვრის აყრა ზოგადად საეკლესიო წესებით ჯვრის აყრა არ შეიძლება, იმიტომ რომ ფიცეიდება ღვთის წინაშე რომ სიკვდილამდე ვიდრე არ გავყრის სიკვდილი, იქამდე ვიყოთ ერთად. თუმცა რასაკვირველი გადახვევები არსებობდა. მაგალითად დავით აღმაშენებელი გაშორდა პირველ ცოლს რუსუდანს და მოიყვანა შემდეგ ყივჩაღი თავრის შვილი. გამონაკლისის სახით ხდებოდა და მით უმეტეს თამარისთვის იქნებოდა უფრო რთული, იმიტომ რომ კაცი, როგორც პატრიარქალური საზოგადოება თითქოს უფრო მიღებული იყო რომ კაცს რაღაც უფლებები ჰქონდა, ქალს არ ჰქონდა. ამიტომ თამარს რომ ეთქვა რომ მე არ მიყვარს, არ მომწონს, ვერ ვეგუები და ასე შემდეგ, არ იქნებოდა კარგი არგუმენტი. თუმცა კიდევ გვაქვს ჩვენ აი ესეთი არგუმენტი და ალბათ თქვათ ამდენს არ მოიგონებდნენ რომ თამარმა მიუჩინა მას ბერები, დაუწყო მკურნალობა, ძალიან ბევრი ეცადნენ თურმე ამაზე გიორგი რუსი უფრო განრისხდა, ამას როგორ მიბედავთო ალბათ და ბოლოში წერია რომ ვინც მას მოუწოდებდა თუ აიძულებდა რომ შეეცვალა თავისი ზნე, აწამა ის ადამიანები და დაასახიჩრა და ასოთ აღმოგდებითო, სხეულის სხვადასხვა ნაწილი იგულისხმება, ალბათ კასტრაცია ნაკლებად და ამან თამარი საბოლოოდ განარისხა, იმიტომ რომ თამარი იცით, პირველ რიგში როგორც ძალიან ჰუმანური მმართველი და მან რომ ქართველი დიდებუნების წამება დაიწყო, ეს ალბათ საბოლოო მწვეთი იქნებოდა და ხო, შვილი არ ყავდათ. ესეც გარკვეულ ეჭვებს აჩენს, რომ გიორგი რუსი, როგორც ჩანს, მართლა რაღაცა გადახრები გაქონდა და ამის შემდეგ თამარმა უთხრა გიორგი რუსს რომ ისინი შორდებიან, დატვირთეს ერთი გემი ხომალდი განძით და გაგზავნეს კონსტანტინოპოლში. და უთხრეს რომ უკან აღარ დაბრუნდე, შენ აქ არაფერი გესაქმება, აგერ შენ ეს სიმდიდრე და წადი სადაც კიდე იქ იცხოვრე. მით უმეტეს რომ მისთვის მშობლიური ხო არა საქართველო, მაგრამ მიჩვეული ის გამოძევებული იყო ყივჩაღებში ცხოვრობდა, ხო და რა მნიშვნელობა აქვს ბიზანტიაში ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში თუ საქართველოში, წავიდა კონსტანტინოპოლში. თუმცა და ხო, მალევე მეორე ქორწინება დავით სოსლანზე დაქორწინდა თამარი, დავით სოსლანი, რომელიც ბავშვობიდან იცრომდა რომელსაც იცოდა მისი ხასიათის შესახებ, ძალიან მკაცრი, დაუნდობელიც კი იყო დავით სოსლანი და ხო ეს სხვა თემა და ახარ გავყვები ამ საკითხს. გიორგი რუსი დაბრუნდა, რატომღაც მოინდომა მან ისევ საქართველოს ტახტი. აი ესეთი ბუნება გამოჩნდა, რომ ადამიანს არაფერი ესაქმება, 2.5 წელი იცხოვრა საქართველოში და ასე მარტივად გადაწყვიტა, რომ მას ეკუთვნის საქართველოს სამეფო და საქართველოს სამეფო იცით ძალიან მძლავრი ქვეყანა. მოიცავდა ფაქტობრივად სამხრეთ კავკასიას, დანარჩენი შირვანი, ეს იყო ყმადნაფიცი, მოხარკე უფრო სწორედ, ყმადნაფიცი იყო ჩრდილოეთ კავკასია, ტრაპიზონის იმპერია ეს იყო თამარის დაარსებული ფაქტობრივად და ასევე ძალიან ესეთი უმცროსი მეგობარი ასე ვთქვათ და არ არის გაზვიადებული, როცა ვიძახით, რომ წინა აზიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყო მაშინდელი საქართველო. ისეთი ქვეყანა, რომელთანაც მეგობრობა ყველა სურდა. გადიოდა ხმები ევროპაში, იგივე თამარს ჰქონდა სალაჰ ად-დინთან, სალადინთან, იგივე ეგვიპტის სულთანთან დიპლომატიური ურთიერთობა და ასეთი მძლავრი ქვეყანა და მოსონი ეს გიორგი რუსი ცდილობს, რომ ესეთი ქვეყნის მეფე გახდეს. ოღონდ აქ არის ერთი ძალიან დიდი და საინტერესო მომენტი. იცით რომ დედაქალაქი იყო ქუთაისი დავით აღმაშენებლის პერიოდში, შემდეგ გადმოვიდა თბილისში. როგორც ჩანს, პოლიტიკურმა ცენტრმა გადმოინაცვლა თბილისში შესაბამისად და როგორც ჩანს, დასავლეთ საქართველოს დიდგვაროვნებს არ მოწონდათ, რომ მათი მნიშვნელობა შედარებით გაუფერულდა და აღმოსავლეთ საქართველო ხდება დომინანტი. აი ესეც არის ერთ-ერთი ვარაუდი იმისა, თუ რატომ აჯანყდა დასავლეთ საქართველო და სამხრეთ საქართველოს ნაწილობრივ მესხეთი. ესეთი სამი ძალიან რჩეული დიდგვაროვანი აჯანყდა, ეს იყო დადიანი, მსახურთუხუცესი და სამეგრელოს ერისთავი, გუზანტაუველი იგივე, ბოცო სპასპეტი, სამცხის მფლობელი და მესხები თან ყოველთვის იყვნენ გამორჩეული სამეფო კარის ერთგუნებით, წინა მებრძოლები ავანგარდში იდგნენ და მესხეთი აჯანყდა ზუსტად. ჩამოიყვანეს გიორგი რუსი, ქუთაისში გეგუთში მეფე დაკურთხეს და გამოაცხადეს საქართველოს მეფედ ქართველებმა. აქედან მე ჩვენ საუკუნეების შემდეგ რო გადავალთ, იქ ჩვენ სულ გვექნება ეს საკითხი, ის რასაც გვიკეთებდა ჩვენ მტერი, იმაზე გაცრებით მეც აკეთებდა ქართველი და არასოდეს არ ყოფილა შემთხვევა, რომ ერთიანი საქართველო დაეპყროთ. თუ რაღაცა შიგნით არ არსებობდა ხელჩასაჭიდი
და ყველა ქვეყანას აქვს რასაკვირველია, არა ვარ ჩვენ გამორჩევრები ამ კუთხით, მაგრამ სამწუხაროა, რომ როდესაც მძლავრი მტერი მოდიოდა, ზუსტად მაშინ ხდებოდა ხოლმე ამ ქვეყნის დაქცევა. ან მეორე მხრიდან კარგად მუშაობდა ის შემოსეული მტერი და ცდილობდა ქვეყანა დაეშალა, როგორც რომაული გამოთქმა, დაყავიდა იბატონე, გათიშე და იბატონე და ზუსტად ეს მომენტი, რომ ქართველების ლამის ნახევარი საქართველოს გიორგი რუსის მხარ იბრძვის. საინტერესოა, ერთადერთი დავამატებ კიდე ამ კუთხით, რომ მაშინ ნაციონალობას მნიშვნელობა არ ჰქონდა. და ალბათ ისინი არ ფიქრობდნენ, რომ ის რუსია, მთავარი იყო მართლმადიდებელი და იყო სამეფო გვარის, დიდგვაროვანი შესაბამისად, მათი მიზნებისთვის სრულიად მისაღები იყო, რომ აი უცხო ტომელთან ერთად ებრძოლათ. შემოიჭრნენ ისინი ქართლში, ორ ნაწილად გაიყვნენ, მესხეთიდან და იმერეთიდან. ხო, ქვემოთ კიდე ერთი ისტორიკოსი წერს, რომ აღიძრნეს იმერელნი და სვანნიო, დასავლეთ საქართველოს სვანები მათ შორის და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ან სვანებზე ან იმერლებზე, რომ 100 წელი გავიდა იმის მერე და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მაშინ რომელი კუთხე აჯანყდა, რომელი არ აჯანყდა, ხშირად საწყენად იღებენ ხოლმე, რომ აი რატო თუ ადამიანი წარმოშობით არის იმერეთიდან, თითქოს პირად წყენად იღებს და ეს არ არის რასაკვირველია, არანაირი კავშირი არ აქვს თანამედროვეობასთან და უბრალოდ მემატიანეს ეწევს, რომ დასავლეთ საქართველოს და მათ სურთ დაიბრუნონ ის ჰეგემონია, რაც ჰქონდათ საქართველოში. გამარჯვების შემთხვევაში რასაკვირველია, გიორგი რუსი იქნება სათამაშო ამ დიდგვაროვნების ხელში. ამასაც კარგად იაზრებენ. მას რეალური დასაყრდენი არ აქვს საქართველოში. დასაყრდენი იქნება დადიანი, იქნებიან ის მესხები და ავტორიტეტი მათი ძალაუფლება გაიზრდება. საბედნიეროდ თამარის ჯარმა მხარგრძელები 4 ძმა მხარგრძელი, მესხების ნაწილი, ჰერელები, კახელები ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოიყვანეს ჯარი და თბილისთან ახლოს დაამარცხეს გიორგი რუსის მომხრეები. გიორგი რუსი და ვარდან დადიანის შვილი ტყვედ ჩავარდნენ. სხვების შემდეგ დამორჩილდნენ, თამარმა როგორც აკეთებდა ხოლმე, შეიწყალა აპატია და აპატია მათ შორის გიორგი რუსს. ამაზე არის ყოველთვის ესეთი მოსაზრება, რომ სიმკაცრე, ანუ სასჯელი თუ მიტევება, ალბათ თუ პოლიტიკა გაქვს მიტევებით, უნდა გააგრძელო ამავე კუთხით, ხომ? ცოტა რთულია ხოლმე დასჯა მერეპატიება, იმიტომ რომ დიდ მეფეებს რაღაცნაირად ეს დაბალანსებული უნდა იყოს და თამარი ასეთი იყო, ამიტომ გიორგი რუსი მერე კიდევ შემოიჭრება და სულ ამბობენ, რომ რატო არ დასაჯა. პრობლემა ხო აღარ იქნებოდა, ხო? თავი მოეკვეთათ, რა უნდა, ტყვედ ჩავარდნილი ადამიანია, თავის მოკვეთაც არ უნდა, ღიად, ჩუმადად შეიძლება ამის გაკეთება. სავარაუდოდ მერე დავით სოსლანს აბრალებენ, რომ დავით სოსლანმა მოაკვლევინაო მეორედ და თამარმა აპატია, იმიტომ რომ ის ასე იქცეოდა. აპატია მან შამქორის ტყვეებს, აპატია ბასიანის ბრძოლაში ტყვეებს, ერზინკის სულთანი იყო, ნალში რო გაცვალა, შეიძლება იცდეს ისტორია, ცხენის ნალში გაცვალა, მეტი ფასიო შენ არ გაქვსო და დასჯაც არ უნდოდა, მაგრამ თან დაამცირეს მაქსიმალურად და გიორგი რუსი ამის შემდეგ წავიდა ისევ ყივჩაღებთან გადავიდა, დაქორწინდა იქ და არ მოისვენა. ჩამოვიდა მეორედ, მივიდა შირვანში და განძის ათაბაგი იყო აბუ ბაქრი. შამქორის ბრძოლა იყო თამარის ერთ-ერთი ცნობილი გამარჯვება. აი იქ აბუ ბაქრი იქ იბრძოდა და აბუ ბაქრმა მიიღო გადასცა რაღაცა ტერიტორიების ამართავად, შეაგროვა ჯარი და შეიჭრა კახეთში. კახეთში რომ შეიჭრა, იქ დახვდა ესეთი საღირ მახატლისზე იყო, ხორნაბუჯის პატრონი, კახეთის ერისთავი და მარტო კახეთის ძალებით დაამარცხა, მემატიანეები ცოტათი აზვიადებენ ალბათ, რომ სამი ძე ყავდაო და მცირე რაზმიო და ესე დაამარცხა გიორგი რუსი. ამის შემდეგ გარდაიხვეწა გიორგი რუსი. ეს არის მის შესახებ მეტი არაფერი არ წერია წყაროებში, არც რუსული, არც სომხური, გვაქვს აი ეს გარდაიხვეწა, არსად აღარ ჩნდება. ისტორიაში ცოტა ესეთი მომენტია კაცრი, მაგრამ თუ ადამიანი აღარ თამაშობს როლს ისტორიაში არ ჩნდება, სამწუხაროდ მისი ბედი ჩვენ აღარ გვაღელვებს, იმიტომ რომ მან დაკარგა თავისი ისტორიისთვის მნიშვნელობა და თან წყაროებიც არ არის. იყო ვერსიები, მაგალითად ერთ-ერთი სომეხი ისტორიკოსი წერდა, რომ დავით სოსლანმა მოაკვლევინა და ლურჯ მონასტერში დამარხაო თბილისში და ერთი ძალიან საინტერესო თეორია, ძალიან სახალისო, რუსი ისტორიკოსი წერს, რომ გიორგი რუსი არის ჩინგიზ ყაენი.
წავიდა მონღოლეთშიო და იქ გახდა ჩინგისყაენის სახელით მონღოლეთის ყაენი და როგორც სერიოზულად ამტკიცებს რომ დაბადების წლები ემთხვევაო, ჩინგისყაენის ბავშვობაზე არაფერი ვიცით, მართლა არ ვიცით და შეფა გიორგი რუსი იყო, მაგრამ გიორგი რუსი არც გარეგნობით იქ როგორ წავიდო და ჩაჯდებოდა იმ მონღოლურ სივრცეში, ეს სხვა ამბავია თავისთავად და მოკლედ ასეა თუ ისე, ასე მთავრდება პირველი რუსის ისტორია საქართველოში. რასაკვირველია მომდევნო ურთიერთობებში ამას არანაირი მნიშვნელობა არ ქონია, იმიტომ რომ ჯერ ერთი ის იყო რაღაცა სამთავრო სუზდალი ვლადიმერ სუზდალიდან ჩვენ უკვე შემდეგ მე-15 საუკუნიდან გვაქვს მოსკოვის დიდ სამთავროსთან ურთიერთობა არ ვიცით რამდენად ფიქრობდნენ რომ აი ის გიორგი რუსი რო იყო ქართლის ცხოვრება არსებობდა კითხულობდნენ მაგრამ რამდენად უკავშირებდნენ გიორგი რუსის ქცევას ხასიათს მე უკვე იმ რუსულ სამეფოსთან ურთიერთობას ამის შესახებ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია შეიძლება ყურადღებაც არ მიაქციეს, შეიძლება ვიღაცამ იკითხა რომ აი ის რო გქონდა ჩვენ გამოცდილება, ახლა როგორ ვქნათ, მაგრამ როდესაც ისეთი მდგომარეობა რაც ჩვენ მე-16 საუკუნიდან გვაქვს, ალბათ თვალის დახუჭვაც ხდება, ხომ? თვალს ხუჭავ ისეთ შემთხვევებზე, რასაც უნდა მიაქციო ყურადღება წესით და ისტორია გვასწავლის რომ არ უნდა მოითმინო, არ უნდა დახუჭო თვალი, იმიტომ რომ ის მერე ორ მაგად კი ბრუნდება, სამ მაგად კი ბრუნდება და საჭიროა ყურადღების მიქცევა. ასე დავკარგეთ ჩვენ ეს ადამიანი და გადავდივართ უკვე მე-15, მე-16, მე-17 საუკუნეები. მომდევნო საუკუნეებს რაც შეეხება მოკლედ რომ გადავხედოთ თამარის შემდეგ იცით იყო ლაშა გიორგი რუსუდანი, მერე იყო მონღოლთა იმპერია, ეს როგორც რუსეთში, ისე საქართველოში და საუკუნეებით დაგვაშორა, თუმცა არც მანამდე ქონია ჩვენ. ყივჩაღებიდან მოიყვანეს გიორგი რუსი, ასე შორს ქართველები ვერ წვდებოდნენ და ვერც რუსები ჩამოდიოდნენ, იმიტომ რომ სტეპებია, მომთაბარე ტომები, შემდეგ მონღოლები და ხელახლა განახლდა მე-15 საუკუნიდან. მას შემდეგ რაც საქართველო დაიშალა რამდენიმე სამეფოდ, რამდენიმე სამთავროდ ეს არის საქართველო, ზემოთ ხედავთ რომ უკვე კაზაკები სახლობდნენ, რუსეთი ასახლებდა კაზაკებს იცით ხომ, კაზაკების შესახებ. ესენი იყვნენ ხშირად გაქცეული გლეხები, რომლებიც თავისუფლებოდნენ გადასახადისგან და ასახლებდნენ, იკავებდნენ საზღვრისპირა რეგიონს. საქართველო დაიშალა რამდენიმე სამეფოდ, ქართლი, კახეთი, იმერეთი, სამცხის საათაბაგო, მერე პლუს დასავლეთ საქართველოში იყო რამდენიმე სამთავრო და ასეთ მდგომარეობაში რასაკვირველია ძალიან უჭირდათ გამკლავება სამხრეთელ მეზობლებთან. თან ზუსტად წეგანაც ვისაუბრე, როდესაც გაერთიანება და ერთად გომა იყო საჭირო, მაინც და მაინც მაშინ და დაშლიყვნენ თემურ ლენგმაც კი ვერ დაიპყრო საქართველო. თემურ ლენგი, რომელიც იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სამხედრო გენია, დალაშქრა ინდოეთი, ოქროს ურდო, ოსმალები დაამარცხა, დასავლეთ საქართველოში ვერ გადავიდა. გიორგი მე-7 იმდენად კარგად ებრძოდა, რომ კი 8 ჯერ შემოიჭრა, საშინლად ააოხრა, მაგრამ როგორი მაჩვენებელია, რომ ამ პატარა ქვეყნის ერთ ნაწილში დასავლეთში ვერ გადავიდა, ერთხელ ცადა გიორგი მე-7-ს გამოედევნა და გიორგი ლიხის ქედზე რომ გადავიდა, აპირებდა გადევნებას. თუმცა სარდლებმა ურჩიეს, რომ თუ გადავალთ ჩვენ დასავლეთით, დაზამთრდება, გავიჭედებით იქ, აღარც საკვები იქნება და გავნადგურდებით და არ გადავა. და თემურ ლენგი რომ გავაჩერეთ მე-16, მე-17 საუკუნეში თავისთავად ძალიან ჭირდა თემურ ლენგი კი არა და იმის მე-10 ჯართან უჭირდათ და ამიტომ გამოსავალს ეძებენ ისევ საგარეო დახმარებაში. არა იმაში რომ მოდი იქნებ რამენაირად გავერთიანდეთ, იყო მცდელობები, ოღონდ გაერთიანების მცდელობა იყო ბრძოლით. მაგრამ რომ შეხედოთ ტერიტორიულად, ფაქტობრივად თანაბარი ზომები აქვს, თანაბარი რესურსები ჰქონდათ, ძალიან რთულია, როდესაც კახეთის სამეფო ქართლს ებრძვის, შენი რესურსების, შენი ძალის მქონეს, ძალიან ძნელია დაამარცხო, შეიძლება დაამარცხო, მაგრამ გაერთიანებას კიდე დამატებით სხვა რესურსები უნდა და ამიტომ იბრძოდნენ, მაგრამ ვერ აერთიანებდნენ. კიდე ერთი ძალიან საინტერესო დეტალია, რომ ყველაზე მამაცურად ქართველი იბრძოდა ქართველის წინააღმდეგ. ამისი ფსიქოლოგიური მომენტი, რაც მგონია, არის ის, რომ როდესაც მარცხდები თემურ ლენგთან, თქვათ, სპარსეთის იმპერიასთან, რომელიმე იმპერიასთან, შინაგანად ეს არის შენთვის მისაღები, იმიტომ რომ აღიარებ, რომ ის არის უფრო მძლავრი და კანონზომიერ შედეგად მიიჩნევ, რომ შენ მარცხდები ძალიან მძლავ იმპერიასთან. აი, როცა შენ მარცხდები შენ მეზობელთან, რომელიც არათუ შენზე ძლიერია, შენ მიგაჩნია, რომ შენზე ცუდია, სუსტია და ასე შემდეგ, არ დამარცხდები და იმასთან იბრძონებ ბოლომდე.
ერთ-ერთი არადეთის ბრძოლა იყო, მე მგონი, ერთი აზნაური გადარჩა და 27 ჭრილობა მქონდაო, ისრითო, ხმლითო, ნაკაწრებიო, ბოლომდე ჩეხავდნენ, იბრძოდნენ და გაქცევა არ კადრულობდნენ ქართველთან და მოკლედ არ გამოვიდა ეს გაერთიანება, ამიტომ დაიწყეს ძებნა მოკავშირეების და ეს იყო უკვე იმ პერიოდში მოსკოვის დიდი სამთავრო, რომელიც შემდეგ რუსეთის სამეფოდ გარდაიქმნა, ცოტა ისეთი პატარა რუკა და პირველი კონტაქტი მყარდება ალექსანდრე პირველი კახთა მეფის დროს. როცა საქართველო დაიშალა, კახეთის მეფეებმა ახლიდან დაიწყეს ათვლა, ნუმერაცია, ქართლი როგორც ცენტრი თბილისი დარჩა იმ ძველი ტრადიციის გამგზავრებელი, მომდევნო გიორგი მე-9 გამეფდა და გიორგი მე-8 სახალისო მომენტია. ერთიანი საქართველოს მეფე, ბოლო მეფე გიორგი მე-8 წავიდა კახეთში და გახდა გიორგი პირველი. ესე გაახალგაზრდა და უცებ 7 თაობით და გიორგი პირველის შვილი იყო ალექსანდრე პირველი, კახთა მეფე, ხომ ასე რომ გამოვარჩიოთ, იმიტომ რომ ალექსანდრე პირველი ყავდა საქართველოს მეფეც. დაუკავშირდა ივანე მე-3-ს. ივანე მე-3 ზოგჯერ დიდსაც უწოდებენ, მეფედაც მოიხსენიებენ, მაგრამ უფრო მთავრის ტიტულით არის ცნობილი. ორჯერ გაგზავნა ელჩობა მასთან 83-ში, 91-ში და სტანდარტული მოთხოვნა, ითხოვენ დახმარებას. იმიტომ რომ დახმარებას რატო ითხოვენ? არის ქრისტიანული სამეფო, ჩვენ ვართ ქრისტიანული სამეფო და რაღაცნაირად ლოგიკურად ჩანს იმ პერიოდის ქართველი მოღვაწეების გონებაში, რომ ქრისტიანული სამეფო უნდა დაეხმაროს ქრისტიანულ სამეფოს. ოღონდ არ ავიწყდებოდათ შეეთავაზებინათ სიკეთეები, რაც შეიძლებოდა აქედან მიეღოთ, მაგალითად სავაჭრო გზა და ივანე მე-3-მ დახმარება ვერ შეძლო. ყოველ შემთხვევაში აი ეს პირველი მცდელობა დიპლომატიური ურთიერთობების და შედგა და აქედან იწყება. ძალიან ტრაგიკული ბედი ჰქონდა ალექსანდრე პირველს და ალექსანდრე მეორე კახთა მეფეს. ჩვენ ხშირად არა, მაგრამ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ოჯახი, სამეფო ოჯახი ერთმანეთს ებრძვის და ალექსანდრე პირველის და ალექსანდრე მეორე შვილებმა დახოცეს. ამის შემდეგ ალექსანდრეს აღარ არქმევდნენ კახეთში, მაგის გამო არა, მაგრამ ძალიან უცნაურია მართლა და შეიძლება გახსოვთ ისტორიიდან, ალექსანდრე პირველის შვილი იყო ავ გიორგი მეორე კახეთის მეფე, რომელსაც ავი შეარქვეს, იმიტომ რომ მანამდეც გამოირჩეოდა, იმიტომ რომ მამის მოკლა რასაკვირველია, ასე არ ხდება, ხო, უცებ აიღო და მოკლა, მანამდე ქართლს აოხრებდა. და ალექსანდრე და ძმა დემეტრე აჩერებდნენ, თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ, ერთ-ერთი ლაშქრობის წინ გადაუდგნენ და უბრძანა მეფემ, ალექსანდრე მეფეა ჯერ კიდევ, თავის უფლისწულს შვილს, რომ არ გაელაშქრა ქართლის მიმართულებით. და მაგ დროს მოკლა ალექსანდრე და დემეტრე დააბრმავა თავისი ძმა და ოჯახით განდევნა კახეთიდან. ამის შემდეგ ავ გიორგიმ დიდხანს ვერ გააგრძელა, მის შემდეგ ქართლის თავადებმა შეიპყრეს და მოკლეს ციხეში. არც არანაირი სასამართლო, უბრალოდ ესე მოკლეს პირდაპირ და ამის შემდეგ ურთიერთობები ლევანის დროს, ხო ეს ივანე მე-9 დაუბრუნდებით, ლევანის დროს ისევ განახლდა. ლევანი ძალიან საინტერესო მეფე და კიდე ერთ საკითხს შევეხები. ნეიტრალიტეტი, რომელიც არის ძალიან დღესაც ესეთი აქტუალური, ხშირად არასწორად ხდება მისი შეფასება, რაღაცა იმედები, ცრუ იმედები უკავშირდება. ნეიტრალიტეტს, ჩემი აზრით, რასაკვირველია, ჭირდება ძლიერი სახელმწიფო, ასე რომ გამოაცხადო, რომ მე ნეიტრალური ვარ, მეზობლებმა უნდა აღიარონ, სოფლიომ უნდა აღიაროს და მე გახდები ნეიტრალური, თორე შენ თუ შენთვის იძახე, რომ მე ნეიტრალური ვარ, იძახე და იყავი ხო ესე შეიძლება თქვა. ცუდად, როგორი იყო კახეთის ნეიტრალიტეტი? იმუშავა დაახლოებით 150 წლის განმავლობაში. 140 წლის განმავლობაში, რაც დაასრულა შაჰ-აბასმა. შაჰ-აბასი, რაც დააკლდა, შეიძლება თქვა, წინა საუკუნეში, შაჰ-აბასმა ის 5 და 10 დამოიღო და მერე ერთი საუკუნე იყო კახეთის განადგურება, ყველა აქ შემოდიოდა და რანაირად იმუშავა ამ ნეიტრალიტეტმა, თავისთავად ისტორია პირდაპირ არ გვაძლევს ჩვენ ქცევის რაღაცა ნორმებს, იმიტომ რომ სხვა ეპოქა, სხვა მოთხოვნებია, მაგრამ გარკვეული ანალიზი შეიძლება და თანამედროვეობაზე მორგება, ხო? იმუშავა იმიტომ რომ რომ ქართლი იბრძვის. ქართლი იბრძვის გააფთრებული, იბრძვის ირანელების წინააღმდეგ, ოსმალების წინააღმდეგ, ვინც შემოდის ქართლში, ყველას ებრძვიან ქართლის მეფეები, ლუარსაბი მაგალითად, შემდეგ დელი სვიმონი ძალიან მაგარი სარდალი, ორჯერ თქვენ ჩავარდა, მე გარდაიცვალა და არ აწყობდა არც ოსმალეთს და არც ირანს კახეთის აჯანყებაც.
ამიტომ კახეთის მეფეებს რომ ეგონათ რომ ჩვენ რაჭვიანი დიპლომატები და პოლიტიკოსები ვართ, ეს იყო სინამდვილეში ეპოქიდან გამომდინარე. მიადგებოდა დაუშვათ ოსმალეთის რომელიმე თქვათ ლალაფაშა, ალექსანდრე მივიდა, შეფიცა ერთგულება, რაღაცა აბრეშუმი გადაუხადა რამდენიღაც საპალნემ, შემდეგ მივიდა შაჰ-აბასი, შეფიცა ერთგულება, გადაუხადა მას საპალნეები, ლევანი იყო ალექსანდრე მეორის მამა, ავგიორგის შვილი იყო ლევანი, 56 წელი იმეფა, ყველაზე ხანგრძლივი საქართველოს ისტორიაში, ხო, 56 და ლევანიც ასე იქცევა. ყველას ეფიცება ერთგულებას, ოღონდ ეს იციან თავისთავად ოსმალებმაც, ირანმაც და რუსეთმაც. რუსეთის მეფესთან ივანე მეოთხესთან მისი თავის ქალიდან არის გაკეთებული ეს ფოტო. ივანე მეოთხე მრისხანე, ყველა იცით ხო, რასაკვირველია. ლევანს რო ცოდნოდა, ალბათ არ გაუჩნდებოდა სურვილი მასთან დაკავშირების. ადამიანი, რომელმაც საკუთარი შვილი მოკლა, კვერთხი ჩაარტყა თავში, პატრიარქი დაახჭობინა, ცოლი მოკლა, აღარა საუბარი დიდგვაროვნებზე, კიდე ერთი ივანე მრისხანეზე რო დავამატოთ, ვინმე ბარანოვი დააპატიმრეს და ბარანი ხო ცხვარია და ივანე მრისხანემ რა ფორმით დაასჭევინა, ცხვრის ტყავი დააკერეს ტანზე. შენო რა კარგი გვარი გაქვს შესაფერისიო, ამოაკერეს ერთ ცოცხალ ადამიანს და ჩამოახჭეს. აი ესეთი ადამიანი იყო ივანე მრისხანე. თუმცა თუ შევაფასებთ ჩვენ რუსულ-ქართული ურთიერთობიდან, ყველაზე დადებითი იყო ჩვენთვის. იმიტომ რომ გამოგზავნა ჯარი, ყოველგვარი პირობის, წინაპირობის გარეშე და ეს ჯარი ლევანმა ჩააყენა კახეთის ციხეებში. ხელფასუხტი და ივანე მრისხანე და რამდენიმე წელი ლევანი იყო ძალიან კარგად მშვიდად, იმიტომ რომ რუსეთის რაზმები იცავდნენ კახეთს. მაგრამ შემდეგ მოსთხოვა ირანმა, იმიტომ რომ ირანი იცით ქართლ-კახეთს თვლიდა საკუთარ ტერიტორიად და ლევანს მოუწია ამ რაზმების უკან გაშვება და ამით დამთავრდა ეს ეტაპიც. მეტი ჩვენ კონტაქტი არ ქონია ლევანის და ივანე მრისხანეს დროს და ხო, ისევ გაგრძელდა ის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური თამაში. მოვა ოსმალეთის არმია, შეეფიცებენ ერთგულებას. ალექსანდრე მეორეც ძალიან დიდი ტრაგედია, ალექსანდრე პირველი ხო შვილო მოკლა და ალექსანდრე მეორესაც ძალიან დიდი ტრაგედია გათამაშდა მის ოჯახში. ყავდა 4 ვაჟი. უფროსი ერეკლე გაგზავნა ოსმალეთში, საპატიო ტყვეობაში. მეორე მესამე დავითი და გიორგი მასთან იყვნენ. უმცროსი კონსტანტინე გაგზავნა შაჰ-აბასთან. გმირთავ არამი, სწორედ აი ამის შესახებ არის შაჰ-აბასი, ალექსანდრე და კახეთის ბრძოლა. კონსტანტინე სამწუხარო ის იყო, რომ მცირეწლოვანი გაიგზავნა და რასაკვირველია, მცირეწლოვანის აღზრდა და გონების შეცვლა უფრო მარტივია, ვიდრე დასრული ადამიანის და კონსტანტინე გასპარცელდა. ერეკლე სტამბულში გარდაიცვალა. თავისი ბუნებრივი სიკვდილით არ დაუსჭიათ. მისი ხელი, საინტერესო დეტალია, ალავერტში იყო ქვის ფილა და იქ იყო ხელი გამოსახული. და ერეკლეს ხელია ასეთი რწმენა იყო, შემდეგ რაღაც რესტავრაცია იყო და ვეღარ ნახე ის ქვა იქ და ვატოლებდით ხოლმე, რომ ხელის იმაზე იყო, უნდა ჩაგედო იქ ხელი და რაღაცა ჩაგეფიქრებინა. მომდევნო ვაჟი დავითი არის ქეთევან წამებულის მეუღლე. დავითმა ალექსანდრე მეორე გადააყენა, გამეფდა, ბერად აღიკვეცა ალექსანდრე, შემდეგ დავითი მოულოდნელად გარდაიცვალა. რასაკვირველია, ეჭვიჩნდება, რომ არ გვინდა დაჯერება, როცა ახალგაზრდა ადამიანები იღუპებიან ისტორიაში, ალექსანდრე მაკედონელი მაგალითად არ გვინდა დაჯერება, რომ სოფლიოს მბრძანებელი გარდაიცვალა რაღაცა დაავადებით და სულ ვეძებთ ხოლმე რაღაცა კვალს, რომ აი ვიღაცა მოწამლა, ვიღაცამ ეს რაღაცა შეთქმულება და მკვლელობა იყო. დავითი გარდაიცვალა, ალექსანდრე დაბრუნდა ტახტზე და გიორგი დაისვა თანამეფედ. ალექსანდრეს ეს არის ალექსანდრე პირველი არა ეს მეორეა, შეცდომით აწერია. ეს არის ელჩობა კახეთიდან მოსკოვში და პირიქით. ძალიან აქტიური გახდა 19-20 წლის განმავლობაში. დაახლოებით 10-მდე გაიგზავნა, შემდეგ უკანა დაბრუნდნენ ეს ელჩები. პირველი ელჩებიც წერია და თან ამ დროს მოსკოვში ივანე მრისხანეს შვილი არის თეოდორე ივანესძე, შემდეგ ბორის გოდუნოვი, ძალიან ცნობილი რუსი მმართველი და მათი ინტერესი არის უკვე კავკასია, მისი სავაჭრო გზები, პოტენციალი, სურვილი აქვთ თერგამდე ჩამოვიდნენ, ციხესიმაგრე ააგეს და ნელა-ნელა კავკასიის ესეთი კავკასიის ხაზი დაერქვა შემდეგ და უახლოვდებიან კავკასიას. ეს თავისთავად ძალიან არ მოწონს არც ირანს, არც ოსმალეთს. ამ დროს ირანში არის ახალგაზრდა შაჰ-აბასი,
რომელსაც ოსმალეთთან აქვს ომი და ოღონდ შაჰ-აბასი თავისთვის ფიქრობს, რომ რუსეთი მიმართოს ოსმალეთის წინააღმდეგ. ამიტომ ითმეს მის კახეთში ჩარევას. ესე იგი, ისევ ჩვენ ვართ აი საერთაშორისო პოლიტიკის რაღაცა პატარა ნაწილი და რასაც ალექსანდრე თვლიდა თავის დიპლომატიად და უნარებად, ის იყო უბრალოდ იმ დიდი თამაშის პატარა ნაწილი. იმიტომ რომ ზოგჯერ ერთიანი საქართველოც კი ძალიან არ იყო მონაწილე დიდი გლობალური ამბების და ჩვენთან უყვართ ხოლმე წარმოჩენა, რომ აი ჩვენ გამო რაღაცა შეიცვალდა, მოხდა. მაგრამ აქ იყო აი ამ დიდი იმპერიების და აი ერთიანი თუ იქნებოდა, მე ალბათ სხვა სურათი იქნებოდა და ალექსანდრე ითხოვს და ხო, ფიცის წიგნი, ესეთი საინტერესო საკითხია. ბარემ შევეხები, კარამზინი ძალიან ცნობილი რუსი ისტორიკოსია ძველი პერიოდის და ერთადერთი ეს ნაწყვეტი რატომ მოვიტანე, რომ როგორ ცდილობენ წარმოაჩინონ რუსულ-ქართული ურთიერთობა. ის ურთიერთობა შეიძლება ასე იყოს, შეიძლება ასე არ იყოს, ეს არის ინტერპრეტაციის საკითხი. ჭირს ხოლმე 400 წლის წინანდელი ტერმინების თანამედროვე გადმოტანა. რაღაცა რუსული ტერმინია ურთიერთობის ხომ. ზოგი ამას ეძახის ვასალიტეტს, მოაწერა ხელი ალექსანდრემ ერთგულების ფიცს და ზოგი ეძახის პროტექტორატს, ზოგი ეძახის ვასალობას, ზოგი უბრალოდ რაღაცა მფარველობას და მაგრამ აი ეს კარამზინი როგორ წერს, რომ თვალსწრევლიანი ემუდარებოდა მიეღო და მის ერთგულება და თევდორემ თავი გამოაცხადა საქართველოს მეფედ, ივერიის მეფედ გამოაცხადა და მას შემდეგ რუსეთის მეფებს ჰქონდა ტიტულატურაში საქართველოს მეფის წოდებაც, იმის მიუხედავად რომ ივანეს შვილი, ივანე მრისხანეს შვილი, ძალიან უცნაური ადამიანი იყო, სამეფო საქმეებს თითქმის არ ერეოდა, უფრო სასულიერო სულ ოცვა, მარხულობა და თუმცა ეს ამბიცია მაინც ჰქონდა, მიუხედავად მისი მორწმუნე ცხოვრებისა და ესეთი ალექსანდრე როგორ ემუდარებოდა, ევედრებოდა, მიიღო მანაც მოწყალება გამოიღო და მიიღო როგორც თავისი ვასალი თუ მფარველობაში. რუსეთის ელჩები აქ იყვნენ, როდესაც ხო ეს არის ფიცის წიგნი და მოსკოვი რუსეთი ქვია უკვე, რუსეთის სამეფო ვალდებულებას იღებს, რომ კახეთს დაეხმარება, დაიცავს. აკეთებდნენ კიდეც ირანის შაჰთან ჰქონდათ ხშირად მოლაპარაკება და შეახსენებდნენ, ესეთი ძალიან საინტერესო მომენტი იყო, რომ ამასიის ზავით ქართლ-კახეთი გახდა ირანის საკუთრება. თუმცა შემდეგ შაჰ-აბასმა 1590 წელს დადო ზავი, რომლითაც ქართლ-კახეთზე უარი თქვა. და 1600 წელს, 1598 წელს ელჩებმა შეახსენეს, რომ შენ ხო უარი თქვი ქართლ-კახეთზე. ეს ხო შენი აღარ არის, რატომ დარდობ იქ რუსები ჩავდნენ თუ ოსმალები მივნენ. რამდენიმე წელი ოსმალეთს უხდიდა გადასახადს ალექსანდრე რო თამაშობდა და შენ აღარ გეკუთვნის არანაირად შენ თვითონ თქვი უარი, ამიტომ რატომ გვიკრძალავ და რატომ აკეთებდა. შაჰ-აბასი ჭკვიანი დიპლომატი იყო და არ უშლიდა ასე პირდაპირ არ უკრძალავდა, იმიტომ რომ ჭირდება ოსმალეთის და ყირიმის წინააღმდეგ რუსეთი, მაგრამ სამაგიეროდ მუშაობს, ჩუმად მუშაობს კახეთის წინააღმდეგ. რა იყო ეს ჩუმი მუშაობა, ღიად კი არ გამოვიდა და თქვენი არ არის და ჩემია ისევ და მე ასეო გავაკეთო. გამოგზავნა კონსტანტინემ, ალექსანდრეს უმცროსი ვაჟი, გამოატანა ჯარი და ამ ჯარით და კახელების ჯართან ერთად სპარსელებს უნდა გაელაშქრათ დაღესტნის წინააღმდეგ. მაგრამ სინამდვილეში კონსტანტინეს დავანება იყო სხვა. ის შეხვდა დარბაზობაზე მამას, ძმას, გიორგის და ალექსანდრეს შესაბამისად. ესწრებოდნენ კახელი დიდგვაროვნები და მის თვალწინ ბრძანება გასცა და დაახოცინა მამა, ძმას და ის კახელი დიდგვაროვნებიც. აი ეს იყო შაჰის გეგმა, შესაბამისად რუსეთის ელჩებს არაფერი აღარ დარჩენოდათ კახეთში. კონსტანტინე გახდა მეფე, რამდენიმე თვე გაძლო და მან უარი უთხრა ურთიერთობის გაგრძელებაზე და ურთიერთობა გაწყდა დაახლოებით 30 წლით. მერე რუსეთში იწყება დიდი სმუტა, დიდი არეულობა, აღარ ცალიათ ნამდვილად იქ პოლონელებმა მოსკოვი გადაწვეს და არ ცალიათ ნამდვილად აქეთ სამხრეთისთვის. კონსტანტინე გამოცხადდა კახეთის მეფედ და შემდეგ მოხდა ქეთევან დედოფლის შემდეგ ქეთევან წამებულის ის ცნობილი დიდი აჯანყება, კონსტანტინე ბრძოლაში მოკლეს და მეფე ხდება თეიმურაზ პირველი. არანაკლებ ტრაგიკული, ესე იგი ამ პერიოდის ისტორია კახეთის მეფეების განსაკუთრებით, ერთმანეთზე უარესი ისტორიებია, დედამისი ქეთევანი იცით როგორც წამებით მოკლეს, ორი ვაჟი გაგზავნა შაჰ-აბასთან საპატიო ტყვეობაში და ორივე დაასაჭურისეს, ერთი მერე გონებაზე შეცდა, ერთი იქვე გარდაიცვალა, უფროსი ვაჟი ყავდა დათუნა და ის ბრძოლაში დაიღუპა და თვითონ 74 წლის
ბერად რომ აღიკვეცა, ბოლოს სპარსეთში ჩავიდა და მოსთხოვეს იქ ისლამის მიღება, უარი თქო, მარხვის პერიოდი იყო და შაჰმა ღვინო შეასხა თურმე რომ დალიე ღვინო აძალებდა და მე ციხეში ჩასვა 74-15 წლის ადამიანი და იქ გარდაიცვალა თეიმურაზი. წერდა პოემებს, ოღონდ მანამდე იმერეთში იყო და იქ დაწერა ის თავისი პოემები. გიორგი სააკაძესთან ძალიან ისეთი ურთიერთობა, ძალიან სადაო ფიგურა ხომ სააკაძე იცით, მაგრამ რუსეთთან შეხება არ ქონია და გვერდი აუვაროთ, თორე ეგეც ძალიან საჩხუბარი ამბავია. თეიმურაზმა განაახლა 30 წლით რო გაწყდა ეს ურთიერთობა, განაახლა თეიმურაზმა. თეიმურაზი 35-ში, ზუსტად 30 წელი გავიდა შეწყვეტიდან ურთიერთობის და გააგზავნა ელჩობა ისევ მოსკოვში, ისევ ითხოვს დახმარებას, ამჯერად იმერეთის მეფე ალექსანდრესთან ერთად და იმერეთიც ითხოვს დახმარებას. და რუსები დღემდე ამას ესეთით ეიხვევენ, რომ ნახეთ, როგორ იხვეწებოდნენ ქართველები, ოღონდ რასაკვირველია კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ და მათი პასუხი უნდა გავითვალისწინოთ, როცა დახმარება გჭირდება და არ ეხმარებიდა, მე იძახი რომ აი ესე მთხოვდა და მე მიდიხარ მაშინ, როცა არ გჭირდება და ძალით გახოს თავს და გიპყრობს და აბსოლუტურად სხვადასხვა მოცემულობაა. შემდეგ თეიმურაზმა ჯერ თავისი შვილი გაგზავნა ბოდიში, ერეკლე პირველი. შემდეგ თვითონაც გაემგზავრა, ჩავიდა მოსკოვში, ძალიან კარგად დახვდნენ. თუმცა დიდხანს იქ ვერ გაძლო, ერეკლე კი დარჩა. ერეკლეზე შემდეგ პეტრე დიდზე რომ ვისაუბრებთ, რუსეთის იმპერატორზე, მასთან ჰქონდა ურთიერთობა და მის მამასთან ერეკლე პირველს. თეიმურაზი დაბრუნდა უკან. ისე უნდა მეფობა, მიუხედავად იმისა, რომ 60 წელს არის გადაცილებული, ჩავიდა როგორც თქვით სპარსეთში, აბას მეორესთან და იქ საბოლოო ციხეში გარდაიცვალა. შემდეგ გადმოასვენეს ძალიან ბევრი ქართველი მოღვაწეობდა ირანში, იმიტომ რომ დიდი ასპარეზი იყო, ზოგი ტყვეთ გაყიდული, ზოგი ნებასურვილით მიდიოდა, მაღალ თანამდებობას აღწევდნენ და გადმოასვენეს ალავერტში დაკრძალეს თეიმურაზ პირველი. შემდეგ გვაქვს, ესე იგი, ერეკლე პირველი, არჩილი რუსეთშია დაკრძალული, ეს არის მისი რაც ძველი ფოტო ნახე, ახალი ფოტო არ იძებნება და ეს მისი სამარხია. არჩილ მეფე რითია ცნობილი, ამაზეც შეგვიძლია შემდეგ ვისაუბროთ დაწვრილებით. 6 ჯერ გამეფდა იმერეთის სამეფოში, 2 ჯერ კახეთში. ესეთი ხშირი ცვლა, მე მგონი მსოფლიო ისტორიაშიც არ გვხდება, რომ 8 ჯერ მეფე, 6 ჯერ და მე 2 ჯერ სხვა სამეფოში. თუმცა იყო ძალიან კარგი მეომარი, ძალიან კარგი მწერალი, მაგრამ დრო იყო ასეთი, ძალიან მღვრიე, არ არსებობდა სწორი გადაწყვეტილებები. აი, რო ვთქვათ, ახლაც რომ ვუყურებთ, ვთქვათ, რომ იქ იყო რამე ოპტიმალური ვარიანტი, ვერ მოვიფიქრებთ. თუ დავწონთ ყველა ვარიანტს, იმიტომ რომ ყველა მხრიდან მტრები, შიდა მტრები და სუფთაც ვერ დარჩებოდი, იქ იწევდა იქ დათმობები, იგივე არჩილმა არა, მაგრამ ერეკლე პირველმა ისლამი მიიღო. ჩამოვიდა რუსეთიდან, ჯერ წლები იბრძოდა გიორგი მე-11-სთან, რუსეთისგან ჰქონდა დახმარება ფინანსური, კახეთი და თუშები ეხმარებოდნენ ამ ბრძოლაში. რომ იხდა რომ აგებდა, წავიდა შაჰთან, მიიღო ისლამი, გახდა შემდეგ კახეთის მეფე. ასეთი მარტივი გადაწყვეტილება. კაცი, რომელიც 10-15 წელი იბრძოდა ისლამის სპარსელების წინააღმდეგ, უცებ საპირისპირო რაღაც გააკეთა. აი დღეს რომ წარმოვიდინოთ, ხო? ებრძვი შენ რომელიმე იმპერიას, თქვა რუსეთ-უკრაინის ომია, ხომ და უცებ ახლა უკრაინელი რომელიმე სარდალი გმირი გადავიდეს რუსეთის მხარეზე ამ პირიქით, ხომ? ვერ წარმოვიდგენთ და გამოვრიცხავთ და რაღაცნაირად მაშინ მიისაღები ხდებოდა ასეთები. გიორგი მე-11-ს ერთი პერიოდი სპარსეთს ებრძოდა, მერე მათი სარდალი გახდა, ავღანეთში დაიღუპა საბოლოო ჯამში, ირანის მხარდამხარი იბრძოდა და ასეთი ეპოქა იყო, რომ და ერეკლე პირველიც ესე რუსეთიდან ჩამოსული. ხო, ბარემ გეტყვით, ძალიან ცნობილი ჭორია, რომ ის არის თითქოს პეტრე დიდის მამა. შეიძლება გსმენიათ, რომ ქართველი მამა ყავდაო. ტყუილია, მაგრამ მე ასეთი მიდგომა მაქვს, როცა ვეღარ გავიგე და გენეტიკური რუსები არ აკეთებენ თავისთავად გენეტიკურ ანალიზს. პეტრე არის რუსეთის მეფე. და რა მნიშვნელობა აქვს ის, ვინ იყო წარმოშობით, აბსოლუტურად რუსულ საქმეს აკეთებს, რუსეთის იმპერატორია, უბრალოდ ინტერესისთვის შეიძლება იყოს საინტერესო, რომ იყო თუ რა ერეკლეს შვილი. კიდე რა მოგქვთ, რომ მაგ დროს მისი მამა მიხეილი იყო ასაკში და რამდენად ავადმყოფი კი და რამდენად შეძლებდაო ის
ამ ცოლთან ურთიერთობას, ნარიშკინა იყო და ერეკლე იყო მეჯვარეთან მეფის თუ როგორც ქვია რუსულად ხო რაღაც ხელის მომკიდე და ძალიან ახლოს იყო მოკლედ ამ ოჯახთან და გარეგნობა მოაქვთ ხოლმე არგუმენტად პეტრესი, რაცა ისეთი თმა ქონდა ხო, მუქი თმა, კეხიანი ცხვირი და ისე საინტერესო კი იქნება თუ მართლა ქართველი იყოს მამა და მერე მოაქვთ რომ ესე იგი მერე რომანოვები გამოდიან უკვე ბაგრატიონები ფაქტობრივად პეტრეს შემდეგ ხო? თუმცა მერე ზოგადად რუსეთში არ უკვირთ, იმიტომ რომ ასე ეგ კარგია თუ ცუდი ოღონდ ვერ ვიტყვი, უფრო მეწყინება თუ ჩვენი გენია და ის მერე ჩვენ გვებრძოდნენ. სტალინი რატოა საწყენი რომ ქართველი და რუსეთის საქმეს აკეთებდა ხო და მაგრამ რუსეთისთვის არ არის ეგ არც გასაკვირი, იმიტომ რომ დიდ იმპერიებს ზოგადად არ აქვს მაინც და მაინც მონოეთნიკური. მათთვის არის ზუსტი იმპერიული ამბავი, რომ იგივე ეკატერინა გერმანელი იყო, რა ვიცი მე იქ და სტალინი, ბერია, ძალიან კარგად ითავისებენ ხოლმე ლენინი, ებრაელებიც ბევრი ყავდათ, სხვადასხვა ხო ძალიან მრავალნაციონალური ხო, იქ ვიღაცა უკრაინელი იყო, ვიღაცა რუსი იყო და არც ეწყინებათ, არც გაუპირდებათ, პირიქით იტყვიან რომ ხო, რუსია, საქმით რუსია ის. და რა მნიშვნელობა გენეტიკურად ვინ იყო და პეტრე ბაგრატიონი მაგალითად გვარით იყო ქართველი მხოლოდ. ის იყო აბსოლუტურად რუსი გენერალი, თუმცა პრინცად მოიხსენიებდა თავს, იცოდა რომ სამეფო გვარია და მოწონდა ეს ამბავი. მაგრამ არანაირი შეხება მას არც საქართველოსთან არ ქონია. პავლე ციციანოვი ვახტანგ მე-6-ის დროს სწავლე ციციშვილის შვილიშვილი იყო და რაც მთიულეთის აჯანყება ჩაახშო, იქ ისეთები აკეთა, ესეთი რუს გენერლებს შეშურდებოდათ საქართველოში ვიც აუოხრებია. აი ასეთი ამბავია და ხო, გავაგრძელოთ თუ შესვენება ან კითხვები? პეტრე დიდი ვახტანგ მე-6-ე შეგვიძლია მაგაზეს და კითხვა. მეფობისთვის კახეთის მეფე გახდა. იწვალა სიკვდილით არ მოკვდებოდა, რუსეთში მას ელოდნენ, შეეძლო იქ ჩასულიყო, კარგად ეცხოვრა, როგორც სამეფო წარმომადგენელს, მაგრამ კახეთის მეფე გახდა. ნუ ამბიცია ხოცა და მანამდე იბრძოლა როგორც ქრისტიანმა მეფემ, თუშეთში იმალებოდა რამდენიმე წელი, ჩამოვიდოდა ებრძოდა აქ ჯერ ვახტანგ მე-5 შაჰნავაზე იყო, მერე მის შვილს გიორგი მე-11-ს და რომ არ გამოვიდა, ჩავიდა მერე შაჰთან და მიიღო ისლამი. თუმცა ასეთ მეფეებზე ამბობენ რომ გიორგი მე-11-საც ჯვარი ეკიდაო გულზე, ვახტანგ მე-6-ს, მაგრამ ისლამის მიღება რატოა ცუდი? იგივე ფორმის ჩაცმა, ერეკლეს რო ქლიავი დააყარეს თავზე. გარედან აღიქმება ის სხვანაირად. გულში შე რას ფიქრობ, ის გლეხმა, მოქალაქემ, რიგითმა ადამიანმა არ იცის, ხედავს რომ შენ ხარ არაბული თუ სპარსული ტანის ამოსით, შენ შედიხარ მეჩეთში და მისთვის შენ ხარ უკვე უცხო. ხო, მეფეც ვერ მივა იქ ყველასთან და ყურში ვერ ეტყვის რომ იცი აგე ჯვარი მაქვს აქ და ქრისტიანი ვარ. კი. კი. გადარჩებოდა, მაგრამ იმ ადამიანებისთვის ხო. ეგ ნაწილი და ის რომ თითქოს საქართველოს თვითონ სწხოვა, ასე ვთქვათ, რუსეთს პირველი ხელი საქართველოს გაუწოდა დღემდე თანამედროვე ისტორიკოსებში, პოლიტიკოსებში, გიშპოლიტიკოსებში და ვიღაცებში ისევ აქტიურად მუშაობს. მაგალითად, მაგ თემაზე მუდმივად ლაპარაკობდა ხომიჟიროვსკი, დუგინები და ვიღაცები სუმათას მიყვებიან, რომ თან იციან ეს მომენტები და ჩვენ არაფერს, ან ჩვენ არავის არ ვზალადობთ თვითონ თხოვეს და რა კი ჩვენ ბევრი გავეცით, შესაბამისად უნდა მოვითხოვოთ კიდეც. ან პირდაპირ ამბობენ ამას, რომ ჩვენ ბევრი ჩავდეთ, ბევრჯერ დავეხმარეთ და ეხლა ადამიანს რომ ხელს ბევრჯერ გაუწვდი, უკვე მეჩები რაღაცას მეკუთვნის. აი ეხლა ამ ნაწილის ახსნა მაგალითად, თუმცა ჩვენ ხო ის გვაინტერესებს, რომ პირობდეთ რაღაც ტიპის დისკუსიაში როგორ შეიძლება პასუხი გასცე ადამიანს, რომ იყო ისტორიულ ჭრილში მართლა. აი ეგ როგორ არის ისტორიული თვალსაზრისით? აი მეორე ნაწილი რომ ჩვენ დავეხმარეთ, ეგ არის მტყუილი.
და დემაგოგიაც ხო ეგ არის, რომ სიმართლეს იძახი, გარკვეული ფაქტები მოგაქვს და მე ოდნავ შეატრიანებ და იქ ჩაურთავ, რომ ჩვენ რო ვეხმარებოდი, ჩვენ რესურსები იხარჯებოდა და შესაბამისად, რასაც ჩვენი ვალდებულები არიან, ხო? არ გვეხმარებოდნენ. საქმეც მაგაშია, მე ხო კიდე და კიდე გავივლით იმ პერიოდებს, ვახტანგ მე-6, ერეკლე მე-2, როცა გვჭირდებოდა, მაშინ არ გვეხმარებოდნენ და მანამდე შუა და შუა რაც იყო ის წვრილ-წვრილი დახმარება. ის შეიძლება ახლა ძალიან რთული სათქმელია ეს სტრატეგია ვერ იტყვი რომ წინ და წინ 2 საუკუნით გათვალეს და მოდი ჩვენ ესე ცოტა მივეხმაროთ, მე არ მივეხმაროთ, დავასუსტოთ. აღა მაჰმად-ხანი მაგალითად რომ აიღო თბილისი, ჯარი ხო არ შემოიყვანეს. თან ერეკლე რამდენიმე თვე აფრთხილებდა რომ წერილები ასლები გადაუგზავნა, აღა მაჰმად-ხანი ემუქრება თუ არ შეწყვეტ რუსეთთან ურთიერთობას, შემოიჭრებით, ავაოხრებ ქართლს. გაუგზავნა ესენი, თან შეახსენა რომ ტრაქტატით დახმარების ვალდებულება აქვთ. ჯარი არ გამოგზავნეს, თბილისი რომ ააოხრა და ქვემო ქართლი, მერე გადაძრეს ჯარი. ესე იგი, გული იჯერა აღა მაჰმად-ხანმა, წავიდა უკან მერე რუსები რო შემოდიოდნენ და ჩნდება აქ ესეთი აზრი რომ ძლიერი თუ იქნებოდა ქართლ-კახეთი, რუსეთს ძალიან გაუჭირდებოდა დაპყრობა. რაც უფრო მეტად მოგვაწვებოდნენ ჩვენ ლეკები და სპარსელები, მით უფრო მეტად თხოვდით დახმარებას, იმიტომ რომ ქრისტიანული სახელმწიფოა და თან არ ვიცნობთ. შესაბამისად, პირდაპირ დაკავშირებულია რომ დასუსტდება ქართლ-კახეთი, იური დასაპყრობი იქნება რუსეთისთვისაც და ჩვენც უფრო მეტად თხოვთ დახმარებას. ამიტომ ლოგიკური ის არის ხო, მოსაზრება რომ არ გეხმარებიან, გაცლიან, დასუსტე, განადგურდე და მერე შემოვიდნენ და ირანიც როგორი პოლიტიკა ქონდა, ირანიც ვერ ხვდება მაგას სპარსეთი. იმის ნაცვლად რომ ქართლ-კახეთი მოკავშირედ ექცია რუსეთის წინააღმდეგ, ძალიან არ უნდათ კავკასიაში რუსეთის შემოსვლა. და იმის ნაცვლად რომ ჩვენ მოკავშირეები მართლა მოკავშირე ყოფილიყავით, გვასუსტებს მეტად და მეტად. და იმ თავდასხმებში კიდე თვითონაც სუსტება, იმიტომ რომ ეღუპება ჯარისკაცები და რა გამოდის, რომ ერთმანეთს ვასუსტებთ და ამ დროს მოდის რუსეთის იმპერია და არც სპარსეთისთვის იყო კარგი, არც ჩვენთვის თავისთავად და არც ოსმალეთისთვის. პირიქით გააკეთა, ესე იგი, უნდათ რომ რუსეთი გაეჩერებინათ და გამოვიდა პირიქით, კი. არა და ძლიერი საქართველო რასაკვირველია, რუსეთს მეტად შეაჩერებდა, ახლა რთული სათქმელია გააჩერდა თუ არა ბოლომდე, მაგრამ მე წინააღმდეგობას რო გაწევდა, იგივე ლეკების წინააღმდეგ ქართველები მართლა კარგად აქტიურად ეხმარებოდნენ, იმიტომ რომ საუკუნოვანი მტრობა იყო და შამილის წინააღმდეგ, ხო, მაგრად იბრძოდნენ. ისე კი არა, სავალდებულო და ვალდებულების გამო კი არ იბრძოდნენ, გულით იბრძოდნენ, იმიტომ რომ იგივე ის ლეკები საუკუნე არბევდნენ და არანაირი ცოტა პატარა გააზრება თუნდაც ლეკების ან აქედან იქიდან რომ რაღაცნაირად ერთად გაერთიანება, ერთად ბრძოლა მერე და საკეთება თუ არ გვექნება ამ კონტექსტში საინტერესო იყოს რომ ესე იგი ეს ხაზი ძალიან მაგარია საქართველოს როცა ვერ ერთიანდება არის ძალიან მოწყვლადი როცა ერთიანდება უკვე რაღაცას წარმოადგენს ყველა ძალისთვის ხო? კი. და ეს დაგსახსულები რო არის სამთავროები ამ პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები რა შვებიან ანუ ჩვენი მეკავშირეები არიან სხვადასხვა დროს ყაბარდო ბალყა დიდი ის იყო, ყაბარდო იქ პატარა ყაბარდო, დიდი ჩერქეზეთი. კარგი ურთიერთობა ქონდა ალექსანდრე მეორის, კონსტანტინეს მამას. შვილს ყავდა ჩერქეზი ცოლი, შვილები იქ ყავდათ ცოლად მთავრებს და ძალიან ახლო ურთიერთობა. მაგრამ შამხალი იყო ძალიან დიდი სამთავრო და აი იმას თხოვდნენ რომ შამხალი როგორმე გაეჩერებინა რუსეთს. საშამხლო უბრალოდ შამხალი მართავდა და ეგ იყო დაახლოებით ჩეჩნეთი, დაღესტნის ნაწილი და თერგის ნაპირებზე. მაგრამ იყო დრო და დრო კარგი ურთიერთობაც იყო. ჩვენ რომ ქონოდა სულ ცუდი ურთიერთობა ვერ გაუძლებდით. იმიტომ რომ ძალიან და პლუს დაღესტანში რომ და ჩეჩნენ ინგუშებს რომ ქონოდათ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა, ჩვენ ვერ გაუძლებდით. იმიტომ რომ რაოდენობაც საკმაოდ დიდი ქონდათ და გარდა ამისა მეომრები იყვნენ. მთიელები ხო ასეა წესი, რომ მთაში როგორც წესი თითქმის ყველა კაცი იბრძვის, მიწათმოქმედი საზოგადოება კიდე დაყოფილი ხო სტანდარტული სამწვეროვანი მშრომელი, მეომარი ანუ არისტოკრატი და ლოცველი და მთიელები როგორც წესი იბრძოდნენ. ესე იგი, თუშეთი ესაზღვრება ჩეჩნეთს და დაღესტანს ერთდროულად და თუშეთში ცხოვრობდა 3-4 ადამიანი დიდ პატარა. და ძალიან მარტივი ასაოხრებელი, ისე რომ მთლიანად შეიძლება გაენადგურებინათ და მაგრამ თუშებს ჰქონდათ გვერდზე მეზობელ თემებთან ნათესაური ურთიერთობა.
ბუნებრივად. გადადიოდნენ იქიდან ცოლი, ანაკედან იქ ცოლად იყო დასული. ენაც კი ბატონო, ენაც ყველა მიცოდა ერთმანეთის ენა. ხევსურები იგივე, პირიქით ახევსურები, რა უნდა იმ რამდენიმე სოფლის განადგურებას, თუ კი მთლიანი იქ რაღაცა დიდი ის დაიძრებოდა, ხო? მაგრამ ასე არ უყურებდნენ და ალბათ ეთნიკური გააზრებას ნაკლებად ჰქონდათ. არ იყო ქართველი, ჩეჩენი, იქ ვიღაცა ყაბარდოელი, იმ მომენტში ინტერესი რაც იყო, იმის მიხედვით მოქმედებდნენ. მეზობელია, გინდა მასთან ვაჭრობა, აღარ უყურებს შენ განადგურების თვალსაზრისით. ივაჭრებ, ექნება ესეთი კარგი ურთიერთობა, ან რაღაცა მცირე საჩუქარს გადაგიხდის და დამთავრდა. დღეს უფრო ანუ აი ამ პერიოდისაც 13-15 საუკუნეებში უკვე ისლამი იყო ჩრდილო კავკასიაში. არა. ჩრდილო კავკასიაში ფეხი მოიკიდა საბოლოოდ შამილის მე-19 საუკუნეში. თემურლენგიდან დაიწყო მე-15 საუკუნიდან შაჰ-აბასმა განამტკიცა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო 20-30% და თან წარმართობასთან შერწყმული. როგორც ჩვენთან მთაში ქრისტიანობა რო შეერწყა და არ იყო დომინანტი ისლამი. და აი შამილი, იმიტომ რომ შამილი ქრისტიანულ რუსეთს ებრძვის, ძალიან აი მაშინ გაბატონდა საბოლოოდ. კი. შამილმა მიზან რელიგიური საღვთო ომი. კი. საღვთო ომი გამოუცხადა, რომ უფრო მეტად ოსმალეთისგან დახმარებასაც იღებდა და უფრო მეტად გააერთიანა თან. მანამდე ხო აულებად დაშლილი და ერთმანეთთან სტრობა ჰქონდათ და რელიგია თავისთავად გამაერთიანებელი ფაქტორია. ეთნიკურად ვერ აერთიანებდა და რელიგიურად სადა გააერთიანა იომაგიტაც ყოველდენი წელი და ხო, კი დამარცხდა, მაგრამ იცით ხო, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. 200,000-ზე მეტი ჯარისკაცი ეყენა ბოლოს რუსეთს ჩრდილო კავკასიაში ომში. როცა ნაპოლეონს ებრძოდა ამის 200,000 კაცით, მთელი რესურსი ჩადო. დიახ. ზოგადად ან ურთიერთობა ამ ოსმალეთს უფრო ახლო კავშირები ჰქონდა ამ დაღესტანთან ეჩეჩნთან თუ ირანს? ოსმალეთს. რაც არ უნდა უცნაური იყოს. ხო, ყირიმის სახანოდან, ყირიმის ხანი ესაზღვრებოდა ჩრდილო კავკასიას და აქედან ვრცელდებოდა იგივე შამილსაც ოსმალეთი ეხმარებოდა. თან ოსმალეთი ირანელებს არ ეწყინებათ, უფრო მძლავრი იყო ყოველთვის. და რაღაცა უფრო კარგად იყურებოდა, გეგმავდა შორსაც. რომ იქ მოკავშირე გაეჩინა, სადაც ვერ წვდებოდა, დაეფინანსებინა, აემხედრებინა იქ და ირანი რატომღაც მიდიოდა და პირდაპირ აწვებოდა შუბლით. დაღესტანში მაგალითად სულ ლაშქრობები ჰქონდა ირანს, არ ქონია რაღაცა მშვიდობიანი მომხრობის იგივე შაჰ ნადირ შაჰი შეიჭრა რამდენჯერმე, შაჰ-აბასი იჭრებოდა, ჩვენ გზავნიდნენ კიდე ქართველებს იყენებდნენ რომ დაღესტანი დაელაშქრათ და იგივე თეიმურაზი ერეკლენ რომ აოხრებდნენ, ირანსაც უნდოდა ეგ. და დაღესტანშიც თავისთავად ხედავენ ამას და ბრაზდებოდნენ რომ რატომ ეს ხმითავს, ხო? ალბათ რელიგიური სხვაობაც იყო ამის. ხო, შიიზმის, სუნიზმიც, ხო, კი ბატონო, მაგრამ მაგასაც ხო მუშაობა და შეტანა უნდა, ხო და ოსმალეთმა ხო. ალბათ იმიტომ რომ მეზობელია და მეზობელზე უფრო მწვავეა და ურთიერთობა სხვანაირად მიდის, ვიდრე შორეულ მეზობელთან. და ოსმალეთს არ ქონია უშუალო კონტაქტი და ამიტომ უფრო ნერბილად იქცეოდა. არა, საბოლოო ჯამში გამოვიდა რომ კავკასია დასუსტდა და მივიღეთ ეს ჩვენი მეზობელი ჩრდილოეთიდან. იცი მაინტერესებს აი რა კონტექსტი მინდა ეს მთელი კურსის განმავლობაში. ნუ მე უფრო ნაკლებად ეხა თავიდან უფრო იქნება საინტერესო. მე როგორც ხედავ და როგორც დავსავაგვირდები თითქოს საქართველოს რაღაც უცნაური წელასავითაა თუ რა ვიცი კრიტიკულ მომენტში ირჩევს ხოლმე არასწორ პოზიციას. აი არჩევანი რო დგას თქვა ორ მხარეს შორის სუსტი და დაჩაგული თუ რაღაცა როგორ წამგებიან პოზიციაში რომელი მხარეც არის იმ მხარეს აი იგივე გერმანია ბრიტანეთის თემა რო იყო ხო ავირჩიეთ არასწორი მხარე. ოსმალეთი ირანის სტაბილიზების სამბავში არასწორი მხარე. სულ რაღაცა სხვა უცნაური გადაწყვეტილება. არა, იქ უბრალოდ ჩვენზე არაა ხოლმე დამოკიდებული. ვერ ვირჩევთ ჩვენ. თითქოს ისეთი შთაბეჭდილება დავშეხეთ წეგანაც რომ თვითონ საქართველოს თავის რაღაცა გეოპოლიტიკურ ამბავს ვერ წყვეტს და რაღაცა სადღაც უნდა გადაწყდეს და მე შენ უბრალოდ თამაშის ნაწილი ხდები ესია რაღაცა წყვეტით როცა ვიყავით ერთიანი, იმიტომ რომ თამარი მე გიორგი ბწყინვალე თავისთავად, გიორგი მეშვიდე
ძლიერ სამეფოებს აქვთ ასეთი რაცა უნარი, რომ ხისტად გიპასუხონ. არ დათმონ. ან უტვინოებს აქვთ ეს, ან ძალიან ძლიერებს, ხო? რომ ხისტი და ესეთი პასუხი და თემურლენგი რომ იჭრებოდა ერთ-ერთი ლაშქრობის დროს, უფლისწული იყო თემურლენგის მოწინააღმდეგე თაჰერიას არ აქვს მნიშვნელობა. შეიფარა გიორგიმ და მანამდე ინდოეთში იყო თემურლენგი, დალაშქრა თემურლენგის ტერიტორიები, იქ რაღაცა ტყვეები, გაძარცვა, რაღაცა ტერიტორიები დაიბრუნა, ეს რამდენიმე ლაშქრობის შემდეგ. კი არ იყო რომ მოდი მე ჩავიკეტები და მშვიდობიანად ვეცდები. არა, იქითაც უტევდა როცა მოახერხებდა და რომ შემოვიდა თემურლენგი, გადმომეცი თაჰერი, ჩავთვლი რომ ეს არის მეგობრობის ჟესტი და მშვიდობიანი ურთიერთობა. გიორგი მიწერა ეს ძალიან ეამაყებათ ხოლმე. რომ აი მოდი და დაგხვდები დაახლოებით რომ ქართველი კაცი არ გაცემს თავის სტუმარს და შემოიჭრა თემურლენგი ძალიან საინტერესო ეპიზოდია რომ როგორ აღიქვამენ დღეს მაგალითად პოლიტიკას და გიორგი მეშვიდას. გიორგი მეშვიდი არის ძალიან ესა უყვარს ყველას, უხარია ყველას რომ აი ესეთი პასუხი გაცა, მაგრამ თანამედროვე პოლიტიკოსები პირიქით წაკეთებენ, ხო? ესე კაცმა ღირსების გამო ომი მიიღო, შეაკლა იქ ჯარი, თვითონ იომა სამჯერ ალყა გაარღვია და ბრძოლით გავიდა და აი მაგ დროს საქართველოს ჰქონდა ამისი ძალა, რომ ეს ასეთი პასუხი გაეცა. ცოტა მაინც ზედმეტია ალბათ, მაგრამ ხო, მაგრამ კიდე ერთი მომენტი. გიორგი მეშვიდე მე არ ვარ მაინც და მაინც მოყვარული, სხვადასხვანაირად ვიფიქრია. გიორგი მეშვიდემ არ იცოდა, რომ თემურლენგი მოკვდებოდა 1405-ში. გიორგი მეშვიდე ფიქრობს, რომ გაგრძელდება შვილების, შემდეგ შვილიშვილების და თუ დავთმობ მე ის მეორე თაობა მოვა, შემდეგ მესამე, იმიტომ რომ მონღოლები ხო საუკუნეზე მეტი იყვნენ და კინაღამ დავკარგეთ, ხო, კანონები შეგვეცვალა, ენა, ზნეობა, ასე შემდეგ, ბევრი რამე დაიკარგა. და თან მონღოლებისგან რაღაცების კარგის აღება შეეძლებოდა, მაგრამ რაღაცნაირად ვახერხებდით საუკუნეები, რომ ვიღებდით ცუცს, კარგს არ ვიღებდით ჩვენი მტრებისგან. ხო, და ამიტომ გიორგი მეშვიდე იბრძვის როგორც აი ბოლო ჟამი და გადარჩენა და თორემ თემურლენგი ასაკშიც იყო 1403-ში ილაშქრა მერვედ ჩვენთან 2 წელიწადში გარდაიცვალა. აი ეგ რომ გაეთვალა, რომ აი მოკვდება და მე მისი იმპერია დაიშლება, მაგრამ ხო, ვერ. თუმცა ევროპა არ გადაგვირჩენია. ეს ისეთი ხო, ძალიან მცდარი ის არის გავრცელებული, რომ გიორგიმ შეაჩერა თემურლენგი ევროპა გადაარჩინა, ვიღაც ავსტრიელის ნათქვამი მოაქვს და ხო, ავსტრიელი რო არ ნიშნავს, რომ იმან იცის ისტორია საქართველოსი ან ევროპის. იმიტომ რომ თემურლენგმა ოსმალები დაამარცხა და ბოსფორთან იყო უკვე და ან ოქროს ურდო რო გაანადგურა ჩრდილოეთით, იქიდან გავიდა და პირდაპირ უკრაინაში და ევროპაში. ხო და ხო, აი გიორგი იმას რო დაუბრუნდა ისე, გიორგი ბწყინვარეც, როგორც თანასწორს ისე ელაპარაკებოდა ეგვიპტის სულთანს, საფრანგეთის მეფეს. ლაშა გიორგი მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობაში მიდიოდა, ბოდიში მეხუთე ლაშქრობაში და მაშინაც დახმარებას თხოვეს ლაშა გიორგის. და ეს არის ზუსტად რომ ხარ ისეთი ქვეყანა, რომელსაც თხოვენ დახმარებას. ასეთ ადგილი გიკავია და ეგ გამომდინარეა თან ძალიან ძნელია საერთაშორისო ურთიერთობაში იმ დროს, დრო ხო ნელა გადიოდა მაშინ. სანამ შენი ამბები გავიდოდა, შეიძლება თაობა გასულიყო. და დავითიდან დაწყებული განმტკიცდა ეს აზრი, რომ საქართველოს არის ესეთი მძლავრი რაღაცა ფორპოსტი აჩერებს აი ამ ისლამურ სამყაროს და მერე კიდე როცა მონღოლებმა დაგვიყვეს, ეს აზრი კიდევ იყო იქ დარჩენილი. გვიან ჩავიდა ის ამბავი, რომ ჩვენ შუაზე გავიყავით, სამცხე ცალკე გავიდა, ისევ ეგონათ, რომ ის ძველი დიდი საქართველო. რესურსების რაოდენობა მოსახლეობის ჩრდილო კავკასია იყო ჩვენი ყმადნაფიცი და ის რესურსით შეიძლებოდა მაგის იყენებდნენ კიდეც. სავაჭრო გზები. მე სავაჭრო გზების გადანაცვლებაც იწევს რაღაცნაირად ჩაქრობას, ხო, გაუფასურებას და ასე რომ დაახლოებით ესე მე-16 საუკუნეში ჩნდება რუსეთი, კავკასია, შუალესეთი დიდი მოთამაშე, ხო, ოსმალეთსა და ირანის შემდეგ. აი, მანამდე არჩევანის საშუალება როცა ჰქონდა ქართლს და კახეთს, აი, ოსმალეთის მხარეს აი ირჩევდა თუ ირანის მხარეს, აი, რაღაცა ეს ტრაგიკულ მომენტში რა. ხო, აი კახეთი კიდე კარგად ვერ გავაგრძელეთ წეღან. კახეთი ხო თამაშობდა მთელი მე-16 საუკუნე 1015-ის ბოლოდან 1612-მდე.
თამაშობდა ხან იქით, ხან აქეთ. ქართლი იბრძოდა. რომ არა ქართლის ბრძოლა კახეთის მაგის საშუალებას არ მიცემდნენ. და იმის მიხედვით ვინ იყო იმ დროს ძლიერი, ვინ მოვიდოდა სამაგიეროდ მე ისე გამოვიდა კახეთი ხო იბრძვის უკვე შაჰ-აბასი, ბახტრიონის აჯანყება, ერეკლე პირველი კახეთში იბრძვის, ქართლი იყო მშვიდად. ასე გამოვიდა რომ ქართლმა ამოისუნთქა და უკვე ქართლს აღარ აწუხებს ირანი, იმიტომ რომ კახეთია პრობლემა და არ უნდა რომ ეს ორივე პრობლემა გახდეს. და წარმოვიდგინოთ მთელი საქართველო რო ასე ყოფილიყო ერთიანი, ძალიან გაუჭირდებოდათ. არ მიყვარს ხოლმე ისტორიაში პირიქით სოიმას ვეძებ სადმე რამე ხო არ არის გაზვიადება და სააკაძემ შაჰ-აბასი დაამარცხა. ასე გამოვიდა რომ მოუგო, თეიმურას პირველმა სააკაძემ მარაბდის შემდეგ პარტიზანული ბრძოლა დაიწყეს და განდევნეს სპარსელები, ისე რომ შაჰ-აბასი რომ გარდაიცვალა, ქართლ-კახეთი იყო თავისუფალი. წარმოვიდგინეთ რამ ხელა გამარჯვებაა უზარმაზარი ირანის იმპერია, სეფიანების ყველაზე ძლიერების ის არის ზენიტია და ქართლ-კახეთი თავისუფალი დარჩა შაჰის სიკვდილის დროს. და ეს რო ყოფილიყო იქით დასავლეთ საქართველოს რესურსიც ერთიანად, აი ისე ძლიერი მოთამაშის პოზიცია, შენ თუ იქნებოდი ერთიანი და ძლიერი, ირან-ოსმალეთი ეცდებოდა სხვანაირად მიუდგებოდნენ. ასე პირდაპირ შევიჭრა და დავიპყრა ჭკვიანი სარდალი რას უყურებს რომ რა დაგიჯდება შენ იქ შესვლა. შენ შეიძლება დაიპყრო თავისთავად, როგორ ვერ დაიპყრობ, მაგრამ თუ ამისთვის დაკარგე შენ რამდენიღაც 1000 ჯარისკაცი, დახარჯე დიდი ფინანსები და ვერ ამოიღე რა აზრი იქ იმ დაპყრობას, ხომ? და ისეთი ფასი უნდა დაესვა საქართველოს, რომ არ ეცადათ ესეთი ხისტი და შემოჭრები და ბრძოლები. და რო უყურებენ რომ იქ ქართლია მარტო ან კახეთია, მიაჩნიათ რომ ადვილი იული ლუკმა და შეხვალდა. პლუს მაგას შიდა დაპირისპირება ერთმანეთს ახოცინებდნენ, დანიშნავდნენ ერთ ბაგრატიონს, მეორე ბაგრატიონს, მე ისინი და მაინც მიუხედავად ამისა, კარგად იბრძოდნენ, ვიბრძოდით. ირანის ასე უხეშად ვთქვათ, ირანის ვასალობაში ყოფნა ჯობდა ოსმალეთისას? ოსმალეთისას ანუ ატელია ქვეყნის განვითარება და შეშეულების შენარჩუნების თუნდაც იმ რელიგიის იქ რთული სათქმელია, ოსმალეთი ხო დასავლეთ საქართველოში იყო გაბატონებული და ირანი აღმოსავლეთში. ოღონდ დასავლეთის კარგი ის იყო რომ თაგორიანია და ოსმალეთის ნელა აღწევ ტყვის ყიდვა ხო დასავლეთში როგორი ფორმა ქონდა აღმოსავლეთში განსხვავებული. შიდა ტყვის ყიდვა იყო. ესე იგი ოსმალებმა ფინანსურად გარყვნეს შეიძლება ვთქვათ. აჩვენეს რომ აი ნახე რამ ხელა მოგება შეიძლება ნახო შენ თუ ბავშვს მოიტაცებ. ბავშვი რომელიც არის სხვა სამთავროსი შენი არ არის ხო? რატო არც წუხდნენ. არ მიეშთათ რომ ის ქართველია, ილია როდის ეწერდა მე-19-ში რომ ქართველიო რომ დავიძახეო, თითო როლა გავამეხმიანაო და ეს არ მიაჩნდათ ტრაგედია, თავის საკუთარ ტრაგედიად. და ოსმალეთი აი ესე მოქმედებდა და ის გატაცებული ბავშვები ხო ცუდა და უხეშად რო ვთქვათ, ხო რესურსია ქვეყნის, თავარი რესურსი ადამიანი. ისინი მერე თუ არ გაიზარდნენ იქ არის რომ ეს არ იბრძოლეს, უფრო და უფრო დასუსტდება და ირანი და ლეკები თვითონ აკეთებდნენ მაგ საქმეს აღმოსავლეთში. და არ ვიცი აი ოსმალეთი აქაც იგივე სიზამთო თქვათ კახეთში ხო? აქ შეიძლება ისევ დაეწყოთ აქაურებსაც ყიდვა გაკიდვა ბავშვების. მაგრამ მეორე მხრივ კულტურულად ძალიან რთული სათქმელია. არც ერთთან არ ჯობდა. ხო, რომელთან ჯობდა როგორ იცი, მაგალითად ქართლ-კახეთი, ოსმალეთის ვასალი და იმერეთი ირანის. ცოტა დაშორების გამო. ანუ რატო ვიცი, ანუ შაჰ-აბასი პირველი როცა იყო 1600-ის დასაწყისი. კი. ანუ ზუსტად ოსმალეთის იმპერია ძალიან ძლიერი სულთან სულეიმანი იყო. სულეიმანი მე-16-ია. ხო. ანუ ძალიან დიდი რო იყო ეს ოსმალეთი. ანუ იყო რაღაც ესე გახლედში და შუაზე ჩვენ ანუ ეს აღმოსავლეთში უფრო ირანის გავლენა. ხო, ლიხის ქედზე გაინაწილეს, დასავლეთი გახდა ოსმალური სფერო, მაგრამ ოსმალეთმა ორჯერ მოახერხა ქართლ-კახეთის დაპყრობა, დაკავება. ირანმა ვერ მოახერხა დასავლეთში გადასვლა. ასე რომ ოსმალეთი უფრო დომინანტი იყო, მაგრამ მარტო სიდიდეზე არა, დიდი იმპერიას ხო ბევრი პრობლემაც აქვს.
მაგალითად შენ რო გაქვს სადღაცა ომი ვერ მოხსნით ჯარს, თქვათ ევროპის ხაზიდან და ვერ გადმოისვრი კავკასიაში. შეიძლება ცოტა 1-2 რაზმი, იმიტომ რომ მე იქ დასუსტები თუ რა იქ აჯანყებას მიიღებ, აფრიკაში აჯანყებას მიიღებ, ამიტომ ოსმალეთი რომ მოდიოდა ჩვენთან, ოსმალეთს ვამარცხებთ რო ვიძახით, ოსმალეთის იმ კონკრეტულ არმიას ვამარცხებდით. და ოსმალეთიც მოდიოდა იმ რესურსით, რაც მიაჩნდა რომ აქ საკმარისია. თორემ აი რო გადმოესროლა რაღაცა, მონებრივია, დაგვამარცხებდნენ კი არა 300-400,000 წავდა რაღაც პერიოდი ომთელ იმპერიაში. მაგრამ არც ერთი იმპერატორი არ იზამს სულთანი რომ მოკრიბოს ეს ჯარი და სადღაცა გადაიყვანოს, ჩათვალე იქ დაკარგავ. ხო, ეს ძალიან ისეთი რა, გამწარებულმა ქართველებზე გამოგზავნოდა ამ დროს იქ უნგრეთი, სერბეთი დაკარგო და ჩრდილოეთ აფრიკა რა. ხო. და კიდე რა მაინტერესებს, სუმატუხებდა ხოლმე, ჩვენთვის ახლა ჩვენი მეფე და მეფე და რაღაც ახლა იდეაში საქართველოს მაინც პერიფერია იყო ხოლმე დიდი იმპერია იყო ხო და მე მგონი იმათ თვალსაზრისით ჩვენ მეფეები კი არ ყავდა ვიღაც მმართველები იყო არ და მეფე ჩვენთვის იყო რაღაც ახლა მეფე და ესე უფრო განსაკუთრებით ალბათ რო დაიყო რა ქვეყანა ისინი რო დანაწილდა კი აი ბაგრატიონების მაგალითად კურაპალატის წოდება ხო ეამაყება და ჩვენ კურაპალატად მოიხსენიებთ ქართულ მეფეებს ხო დავით მესამე კურაპალატი კურაპალატი არის რიგით რანგით მეხუთე ტიტული იმპერატორი კესაროსი სევასტოსი მაგისტროსი და კურაპალატი ახლა რო იყო ჩვენი პრეზიდენტი რა ვიცი მაიორი რომელიმე უცხო ქვეყნის მაიორი გენერალიც ნიშნავს რომ იმ ქვეყნიდან გაქვს მაგრამ დაბალი ტიტული რო ქონდეს და ამით აჩვენებდნენ რომ შენ ხარ კურაპალატი მე ვარ იმპერატორი დავითმა ხო თქვა უარი ამ ტიტულებზე ბიზანტიურზე კესაროსობა შესთავაზა იმპერატორმა ანუ მეორე კაცი ბიზანტიაში და უარი თქვა დავითმა ამით უკვე გაუტოლდა ბიზანტიის იმპერიას ოღონდ მარტო უარის თქმა არა ხო ბიზანტია მიხვდა რომ ეს უარია ძალიან მყარი და რეალური პატივისცემაც მოდის მე იქიდან შენ კარგი დიპლომატია რას ნიშნავს რომ ძალა უნდა ქონდეს უკან შენ მაგარი მოლაპარაკებები აწარმოო როცა რეალური არაფერი არ გაქვს ვერ აი ეგ რეალურზე მინდა თანამედროვე კავშირი მე ხარ პოლიტიკურ ამბებზე წინააღმდეგი არ ახლა თუ ვიმშევო დღევანდელ მოცემულობაში არიან ადამიანები რომლებიც ამბობენ რომ აი როგორც დავით აღმაშენებელი ეს პირისპირ და როგორც წესის ელაპარაკებოდა იმას კეისარს ჩვენც ახლა ესე ველაპარაკებით აკავრა თანამედროვე კეისარს ამერიკას იმას ამას და იგივე ისაკოთ და ანუ შემართება ეგა რეალურად უკან რადგას ეგ არის ხო დავითი 10 წელი უხდიდა თურქებს ხარკს რომ გამეფდა და თან პარტიზანულად ებრძოდა და ისინი რომ რაღაც საჩივარს და გამოგზავნიდნენ რომ აი ვიღაცები დაგვესრათ თავს დავითი ეუბნება რომ მე მაქვს ეს მოთხოვნა გიგზავნით ამ გადასახადს და მე რა ვიცი ვინ გესხმით თავს და თვითონაც იბრძოდა იქ თავისთავად 10 წლის მე როცა გაძლიერდა და გადავიდა ღია ომზე უკვე და დავითის ხო ნუ ის თქო გასაგებია ესედაც რომ დიდგორზე გაიმარჯვა და ეგ იყო მისი არგუმენტი დიპლომატიაც გიორგი ბრწყინვალეს ჰქონდა ძალიან საინტერესო საფრანგეთის მეფეს შესთავაზა იერუსალიმზე ჯვაროსნული ლაშქრობა თან ქონდა ეგვიპტის სულთანთან გადასარევი ურთიერთობა ეგვიპტის იყო იერუსალიმი ორმა გითამაშები იცით რომ ძალიან საშიშია თუ გაგიგეს ძალიან საშიშია თუ ვერ გაგიგეს გადასარევია ხო თუ ორივესთან კარგად აკეთებ მაგრამ ალბათ იმედიც ქონდა რომ ისეთი სახელმწიფო ქონდა რომ თუ გაუგებდნენ პასუხს არ აგებდა რომ ეგვიპტეც ძალიან შორს არის საფრანგეთი მით უმეტეს ამიტომ ესეთ თამაშს როცა იწყებ უნდა აწონდაწონო რამდენად ღირს მე საფრანგეთის ამბავი არ გამოვიდა 100 წლიანი ომი დაიწყო და საერთოდ ეგვიპტესთან გააგრძელა მშვენიერი ურთიერთობა იერუსალიმის ეკლესიები დაუბრუნეს ქართველებს რაც ჰქონდათ იქ ქართული ეკლესიები მაგხელა წარმატება არ ვიცი წარმოიდგინეთ იერუსალიმი რისთვის უნდათ ყველას რომ თავისი რელიგია და ცენტრია ხო და ეგვიპტის სულთანმა ქართული ეკლესიები ქართველებს გადასცა აი კომენტარი რო გააკეთე როგორ დავკარგეთ სულებურად ეგ ძალიან საინტერესო რაღაც იერუსალიმი აი ეს მიწები და ტელევიზია ეგ დამპრობლები ვინ შედიოდნენ იკავებდნენ ისინი მაგრამ მან მე ხო ბოლოს ახლა დავკარგეთ რამე? მე 19-ში დავკარგეთ. ხო, ბოლოს რო დაიწყო.
მე ხო, მე რუსეთის იმპერია იყო და ქართული პირიქით. ქართულს აქ ანადგურებდა. იქ ბერძნებიც ძალიან ცუდად აქტიურობდნენ, ბერძნებმა წაგვართვეს, ასე გამოვიდა. ხო, სამონასტრო ცხოვრება ხო. კი. ქართველი ბერები ნელ-ნელა შეწოტავდნენ, დაფინანსება არ იყო და ბერძნები დაიკავეს. მაინტერესებს ერთი რაღაც, ეხლა მაგათ მონტეფიორის ციგნი არის იერუსალიმი. იერუსალიმში საქართველოს მთელი ამბები ვიცით, ხო? ციგნს კითხულობ. ეს ხო ნეიტრალური ტიპია, ის ხო არა რაღაც კიმბერი ლოხო არ არის რაღაც ეს ტიპი არავე რაღაცა. არაფერი არ აქვს ნათქვამი, აი საქართველოს ქართველი ესეთი რაღაცში დამციკში არსებია. როგორ უნდა მოახერხო შენ ანუ რაღაც საქართველოს ხარე ან ისტორიკოსებმა თქვა რატო ეს ბევრჯერ არის ნახსენები სომხეთი, მათი გავლენა, საბერძნეთი და ასე შემდეგ, საქართველოს საერთოდ არ არსებობს. აი ეს თემა, სულ ფიქრობ ხოლმე, რომ რაღაც ჩვენ მეტი ილუზიებში და ფანტაზიებში ვარ, ხო რეალურად არის, იმიტომ რომ ეხლა ეს კაცი იმას დაინტერესება აქვს, რომ არაფერს არ არსებობს. ბრიტანელი ისტორიკოსების რაღაც წიგნები მოგწაკითხული, საერთოდ საქართველოს არ არსებობს. აი რაღაც ხსენება არ არის. ხო, სომხების მეტად არის კი. რატო ხდება? სომხებს ისტორიოგრაფიაც უკეთესი აქვთ. ბევრი ისტორიკოსი ყავდათ. იმათი გატანა მერე საზღვარგარეთ თარგმნა და იქ სამეცნიერო წრეებთან ურთიერთობა და ეგ არის. კარგად მუშაობდა, ხო. დიდი დიასპორა, დაფანტულები. გააჩნია კონკრეტული რაღაც საკითხზე უნდა ვთქვათ მაშინ. რომელიმე კონკრეტული მომენტი იყო ვარცხავრებში, არის მომენტები არა ვარცხავრებში. ვაშა გიორგიძე ვიცინით რომ ერთადერთი ზღაპრები და არა ზღაპრები. აი ეს ვაშა გიორგიძე ერთხელ საუბრობდით რომ სოფლიო ისტორიაში წვრილება შეგვეძლო რეალურად და იერუსალიმი აეღო ქართულ მეფეს. განა რამეს შეიძლება არც არაფერი მოეცა დღევანდელობით არაფერი შეცვლილიყო ხო საერთოდ, მაგრამ აი ეს რაღაცა ჭიარო დაგვეკმაყოფილებინა, ვიტყოდით რომ აი ჩვენმა მეფემ იერუსალიმი აიღო ჯვაროსნულ ლაშქრობაში. ოღონდ ვერ მივიდა იქამდე. შემოვიდნენ მონღოლები და ერთადერთი შანსი რომ სოფლიო ისტორიაში რაღაცა გვექნა, ჩაშალეს მონღოლებმა. დაბრუნდა უკან და დაიღუპა, დაიჭრა და მერე გარდაიცვალა. ასე რომ დიდ ამბებში ვერ. დავით აღმაშენებელსაც ჰქონდა პატივისცემა და თავისი ადგილი და წონა, მაგრამ მაინც კავკასიაში ვიხარშებოდით. რაღაცნაირი ადგილი ვერ გავდივართ. თორემ რაოდენობით მონღოლები ხო დაახლოებით ითვლება 1.5 მილიონს ვარაუდობენ საერთო რაოდენობას მონღოლების. და ჩვენ ვიყავით რამდენიმე მილიონი. და ამ 1.5 მილიონმა ადამიანმა ჯარი ყავდა 100-150.000 ყველაზე მეტი ჩინგიზხანის. დაიპყრეს, იცით ხო, ჩინეთი, თანამედროვე რუსეთი, ევროპაში შევიდნენ, ირანი, ერაყი, საქართველო და მაგდენი რესურსი ჩვენს ჰქონდა. მაგრამ რაღაცნაირად მომთაბარე ცხოვრების წესი სხვა იყო. აღწერაში 800.000 ოჯახი დათვალეს. აი თამარის პერიოდზე რომ არის 10-12 მილიონი, რატო იგონებენ არ ვიცი ვინ მოიგონა და თბილისი ხო იცია 1.5 მილიონი თქვა ხო უხეშად ანუ ორი ამხელა დააში ცხოვრობს 300.000 ხასართული შეგებული. აი ეგ არის ძალიან ცუდი ცდარი წარმოდგენები ისტორიაზე მე ცდარ რეალობას გაძლევს. ცდარ მომავალს მე შენ ფიქრობ იმ რეალობით იმ რაღაცა ისტორიებით და ფიქრობ რომ აი ესეთი ვარ და საკუთარი თავი ვერ შეგვისწავლია. ისტორიის ძალიან კარგი ის არის ერთ-ერთი შეფასება რომ გვეხმარება საკუთარი თავის შეცნობაში. ვინ ვართ, რა შეგვიძლია, როგორ შეგვიძლია მოვიქცეთ და გავაკეთოთ და იმ წარსულიდან გამომდინარე და როცა ფიქრობ რომ დიდ გორზე 600.000 დაამარცხე მე რეალურად ვეღარ ვიფიქრებ რაციონალიზმს კარგავ. და არარაციონალური ნაბიჯები კიდე პოლიტიკაში მით უმეტეს და ქვეყნის მართვაში ძალიან ცუდია. ბოდიში რაციონალს გამახსენდა პუტინმა ტრამპის შეაფასა რომ ძალიან ჭკვიანიაო და რაციონალურიაო. რაციონალიზმი ჩავორთო, იმიტომ რომ ლოგიკური ნაბიჯები ხო თავისთავად ხო. ეს თამარის
ხანძაზე ეპყრობა, ნუ საუბარი შესაძლებელი, რომ ტახტზე რადგან ჰქონდა პრეტენზია, რომ ესეთი ფიგურა დასჭირიყო და ათქო ეს ბავშვი საიდან განჩნდა, რატო ამბობს გიორგი რუსი? რუსეთთან თამარი საერთო ხო, რუსები ერთ-ერთ ბაში მოვისმენთ თუ არ ვცდები აღარ მოგზაურობ და ცხეთაში აი ნუ თამარის მიმართ ადა ხალხის განწყობაც იმან გამოიწვია, რადგან შვილიც კი უარყო და ეს იმდროინდელი ქართველებისთვის და ოჯახისთვის აი არ ვიცი ესეთი აბსურდი მოხდა. ხო, არა, ლეგენდა. ლეგენდაც არა. ხო, სოდომური ცოდვით. აი, იმიტომ რომ სოდომური ცოდა ხო ერთი სიტყვით წერია და იმ სოდომურ ცოდვას შეგვიძლია ჩვენ ყველაფერი მოვიაზროთ. აღარა კონკრეტეს ვემატიანე და შეგვიძლია ზოოფილიაც ჩავურთოთ. ოღონდ ეს არის ცოტა თამამი ინტერპრეტაცია. რომ სოდომ გომორაში რაც ხდებოდა ყველაფერი ერთად. ხო არა, რუსებიც არ წარმოაჩენენ, იმიტომ რომ ეს დახასიათება მათ ხო მეტი არაფერი არ გააჩნიათ. ესე წერენ, რომ რუსულ წყაროებში ქრება და გვაქვს ქართული წყაროები. იქ ჩანს რომ ესეთი ადამიანია და ხო, როგორ უნდა განადიდო რუსმა, ახლა როგორ შეიძლება ჩამოეკიდო რომ ესეთი ადამიანია. არის შანსი რომ ეს ყველაფერი დააბრალეს, იმიტომ რომ ლეგიტიმურად მოეშორებინა თავიდან. ხო, კი, აი წეგანაც ვახსენებთ, მაგრამ ძალიან შორს შევალთ. ასე იგივე შვილი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზემოდროში შვილიც ყავდა, განქორწინება უნდოდა და ასე შემდეგ. და რადგან თან ორი მემატიანე წერს თამარის, სომეხი ისტორიკოსი წერს, რომ უზნეოდ იქცეოდაო. თან რუსებს რომ წარმოვიდგენთ, მენთრალი იყო ძალიან და დასაჯერებელია, სვამდა და ალკოჰოლიკი იყო და კი ბატონო, გამოაძევეს და ხო, რუსეთშიც კი არ შეიფარეს, არა და იქ ნათესავებიც ბევრი ყავდა, მაგრამ არ შეიფარეს და ყივჩაღებში იმალებოდა. ხო. ხო, არ ვიცი, ის აბულასანის იდეა იყო და აკებენ? არა, გარეგნობით. ხო, გარეგნობით. სინამდვილეში როგორც ჩანს არ იცნობდნენ. ან ჭკვიანი იყო და რაღაცა დრო არაჩენდა, იკავებდა თავს, ესეც შეიძლება, ხო? ჩამოვიდა, მეფე გახდა და მე გაილაღა. და თან აბულასანი ხო ამის ჩამომყვანია და შენი მოყვანილი თუა, შენი მოვალეა ის. რატომაც არა, მეფე არის შენი კაცი. თუ დავით ოსმანს თამარი ბავშვობიდან იცნობდა და მთელმა ქართულმა ერმა იცოდა დიმიტრო როგორ პიროვნება. რატო გიორგი რუსი საიდანაც ჩამოიყვანეს? ანუ პოლიტიკური ნიშანი არ იქნება თქვენი საუბრიდან ვთქვი, რომ არანაირი რუსეთთან კომუნიკაცია არავითარი. როცა არ გყავთ კანდიდატი რეალური ესე რომ ვთქვათ, რომელიც მეორედ განიხილეს და მიიღეს როგორც და თვითონ თამარმაც არ გვაქვს პასუხი. შეიძლება რაღაც ვარაუდები, მაგრამ თან ვიღაც დიდ ვაჭარი გაგზავნეს ზანკან ზორაბაბელი და მართლა დავითმა რო ყივჩაღები ჩამოასახლა, გიორგი ჭყონდიდელი გაგზავნა. დიდი ვეზირი, მეორე კაცი, თან ასაკოვანი იყო, გაციუდა დაავადა და გარდაიცვალა ჩამოსული. ანუ რამხელა მისია იყო ყივჩაღებთან და მეფე ჩამოყავს ვიღაც დიდ ვაჭარს. ანუ იმან ჩამოიყვანა თან ზანკან ზორაბაბელი, წავიდა მოიყვანა. ახლა დიდ ვაჭარი ის არის დიდი კატეგორია, მაღალი კატეგორია, მაგრამ ხო, მაინც უცნაურია რომ არ გაიგზავნა სამეფო დელეგაცია, ვინმე ვეზირი, ის ხო არა რაღაცა, ხო, ქვეყნის მეფე ხდება. და ეს ოსმალეთის შემოსვლა ირანის ეს რომ თარიღებში ყავდა ამერიკანი გაგზავნა. ოსმალეთი მე უარი რო თქვა მაგალითად ირანმა ხო ეს არ გამოიყენა ოსმალეთმა, რახან შენუარი თქვი კაკაძე მოდი მაშინ. ოსმალეთს ჰქონდა დაპყრობილი მაგ დროს. ხო, შაჰაბასმა კი, ზავით შაჰაბასმა დათმო აღმოსავლეთ კავკასია. სომხეთი, აზერბაიჯანი თანამედროვე, ქართლ-კახეთი და 15 წლის შემდეგ ომი განაახლა. 14 წლის მერე და დაიბრუნა ისევ. ეგ არის 1600-ის დასაწყისი 1616-17 საუკუნის მიჯნაზე და მაგ დროს იყო რუსეთის ელჩობა რომ აპროტესტებდა რომ რატომ გვიწყვეთ რა ვქნათ კახეთში. საიდან ოსმალეთის ერთ-ერთი ისტორიის მასში წავიდით რომ 200 წლიან ბატონობაზე თბილისში საუბარი ოსმალეთის და ესეთი არა. მე არ ნახშობდი ჩვენ არა. ეს თვითონ ოსმალები იყვნენ დელის ვიმონის დროს და მაგ დროს
მერე შაჰაბასი 1578-17 და 5-6 წელი იყვნენ, მერე დელის ვიმორმა გააძევა და იყვნენ მერე ოსმალობა დაერქვა, ვახტანგ მე-6-ე რო წავიდა რუსეთში, 10-12 წელი იყვნენ შემდეგ. საერთოდ ჯამში ალბათ 20 წელი იყვნენ ოსმალები თბილისში, ამ ორ პერიოდში. ხო, შეიძლება 0 მიამატეს ბარემ. Იმიტომ მაგპერს ზარმას აღმოსავლეთ ჩვენთან თბილისში არსებული მეჩეთის ოსმალეთის მეჩეთად მოხსენია ში სოლიდური და ოსმალური პერიოდის ანუ ერთი აშენების თარიღი მე-19 საუკუნეა და უბრალოდ მე ვფიქრობ იმას რადგან სულთნის ბრძანების რაც მაგალითად წერა იყო ეკლესიების მიწაზე ხო იმიტომ არის იმ სახელზე ვინც პირველი იყო ვინც დადო ესე იყო ქართულიც და ესე იყო სომხიც და სხვა უბრალოდ მართლა დავკარგეთ და ძალიან უცვლელი ფაქტი მოხდა და აქ უბრალოდ მე ფიქრება რომ მაგ პერიოდში ალბათ მე-6 ზოის რაღაცა პერიოდში აი იქ ოსმალებმა ააშენეს ის კონკრეტული ტაძარი და ამიტომ შემდეგ განახლებული ეს თქვა 1800 წელს ისე ოსმალეთის ხო იმ დროს ამა თუ ყვართ ზოგადად აი მაგალითად ყავა ოსმალური აბანა ოსმალური ეს ვიდრომ აქვს მაგრამ ჩვენ წყაროებშიც რა ჩავხედო უბრალოდ ეგ იყო მხოლოდ მეჩეთი შემხდა და უბრალოდ ეგეც ხო ესე იგი რაც თურქულია ყველაფერს თავის თავს საკავშირებდა ხო მაგრამ ის თურქული ენა მაგალი მოქმედა რომ შესაძლებელია პირველი ფაფო აი რაღაცე მე იმ დროს ააგეს იმიტომ რომ პირველი მეჩეთს აშენებდნენ იმიტომ რომ იქ შენ დამკვიდრებას აპირებდა სალოცავი ადგილი ხო ხო და არა ის ნუ მაგ რაღაცა ლოგიკით მივედი უბრალოდ დასკვნამდე დანარჩენები ხო 20 წელიც არ ექნებათ საერთო ჯამში თბილისი ხელში ნუ 20 წლამდე დაახლოებით დარჩენი ხან სპარსელები ხან გავყრიდით ერეკლე მეორემ რომ განდევნა იმის მერე არ ყოფილან 1758-ში გააძევა რომ მერე აღა მაჰმად-ხანმა აოხრა და წავიდა ასე რომ ჩადგმით გარნიზონი აღარ ყოლიათ 1758-ის მერე ჩვენ შემდეგი შეხვედრების ესე გრაფიკი გავახსენოთ სპედერებს ამ შემდეგი თემა რა არის ვახტანგი სათავრით როგორ გვაქვს და ერეკლე მეორე ძალიან სადაო ტრაქტატი განვიხილოთ და ავწონოთ ლევან ბერძენიშვილზე შეგვიძლია ვთქვათ თანაწერში იქნება ხო არა და ურჩიეს რომ ლიბერალურმა წრეებმა თავის ხალხმა რომ ძალიან ცუდი ნათქვამი უხეში ნათქვამი არ არის ისტორიულად ხო და არა მაინც und ლევან ბერძენიშვილს აქვს ესეთი სურვილი მეო რაღაცას ვიტყვიო და გონებას ვაღიზიანებო ქართველებისო რომ მე იფიქრონო იმსჯელონო იჩხუბონო გამოსდის შემოაგდებს რაღაც საკითხს მე დაეტაკებიან ერთმანეთს იჩხუბობენ ის საკითხი გაცოცხლდება ხო მაგრამ ღალატი მაინც ძალიან ცუდად ღალატის შესახებ ხო შეახდექსა ხო აი დასკვნის სახით უფრო ადვილი იქნება თქმა რომ აი ეს იყო და ქონდა თუ არა არჩევანი ტრაქტატი თვითონ პირობები როგორია მუხლებიც იქნება და შევხედოთ და გავარჩიოთ კი ტრაქტატი დეტალურად იმიტომ რომ პუტინმაც კი ახსენა რომ აი ტრაქტატით რაღაცა და ახსოვთ იციან და მიაჩნიათ რომ ეს არის მათია ეკუთვნით ხო ხელშეკრულება ეს ფორმალური რუსეთს ეს ახასიათებს რომ ფორმალურ რაღაცებს ფორმულად ვითომ იცავს და მე მაგით ფორმალურად იცავს იმას რა თამაშის მიყავხარ იქამდე გაიძულებს რომ რაღაცა გააკეთო საბაბი მიცე და მე ამას გააზრდის გაადიდებს და ლევანდელ მოცემულობასაც დავაკვირდებით როგორც ჩანს ეს ჩვენი შიდა დაკსას თუნდაც თუნდაც სწორ პოზიციაზე ყოფნა მაგრამ ასეთი დაფიქსირება იდეაში ყველაზე მეტად აწყობს რა ვიცი კი კახლეჩა ყველას ხო პერ სახელმწიფოს აწყობს იმიტომ რომ ეხლა ეგ მოკლე მონაკვეთი რაც შემოგვიწევი მაგაზე მეტყველებდა რა ანუ ერთად არის სახელმწიფო და რთული ის არის მოცემულობა
ტაქსაქსულია მარტივად შეიძლება დაასახელოს. ტერასთავარია უწყობენ თვითონ ხელს, რომ ის ტაქსოქსო მოხდეს. კი არა უდებიან რომ აი როგორ წავა. თან რაც უფრო გადმოდივართ ამ პერიოდში, უფრო მეტად მუშაობენ. ინდოს რთული იყო ახლა აგენტურაც, ჩანერგვაც, თან რუსეთი მით უმეტეს ვერ ახერხებდა შორს იყო და აი ვახტანგის შემდეგ ერეკლე მეორედან იყო სავსე აქ. ქართველებით, უცხოელებით. უარგავთ რამე შეკითხვა? ერთი იმას ვიტყვი რომ დიდ პერიოდებზე მაინც ცოტა ისეთია გვიწევს და უფრო იონია თქვა ერეკლე მეორე საინტერესო კონკრეტულია ხო დიდია და სახელები მეფეები მაგრამ რო არ გამოვტოვოთ და მაინც საწყისი ეს არის და ამიტომ რაღაცა 4 საუკუნეა ერთად გავიარეთ და მე კონკრეტული